სალამი ძვირფასო გამომწერებო, ვისაც წინა ვიდეო არ გინახავთ, დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის პრეზიდენტი ბექა ჯივლაძე არის ჩვენთან ერთად, ხოლო ხვალ არის თბილისი ნაიმ შოუ 20-25 რუსთაველზე სასტუმრო ბილტმორში და გეპატიჟებით შეგიძლიათ მობრძანდეთ, ბილეთები შეგიძლიათ აი აქ გადახვიდეთ, რა ქვია კაცო ამაში, ტიკეტში შტრიხ-კოდით და შეიძინოთ ბილეთები, ასევე კარზე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები და სალამი ბიჭებო. გაუმარჯოს მიხეილ, ბექა, კიდევ გამარჯობა. დღევანდელ ასე ვთქვათ მეორე სერიას, ისე ხო პირველი ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ უყუროთ, არ დაკარგავთ არაფერს. რაც შეეხება დღევანდელ ასე ვთქვათ მეორე სერიას, კითხვები ოდნავ იქნება ასე ვთქვათ განსხვავებული შინაარსის და პირველ შეკითხვას თუ შეიძლება დავსვავ მე. ბექა, ჩვენ არ გვისაუბრია რაღაც კონკრეტულ ბრენდებზე, რა გვიყვარს, რა არ გვიყვარს და შენთან მაგ ესეთი შეკითხვა. თანამედროვე, ასე ვთქვათ, დანის ბაზარი, ხო? ჩემი წარმოდგენით, რამოდენიმე ძირითად მოთამაშე ქვეყანას აერთიანებს, ასე ვთქვათ. და ჩვენ ვართ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინეთს, როგორც წარმოებელ ქვეყანას, აქვს რაღაც საოცარი ნახტომი. შენი აზრი და შენი შეფასება მინდა მოვისმინო ჩინურ დანის, ასე ვთქვათ, წარმოებას და მრეწველობასთან დაკავშირებით და მე მკითხებს რაღაცებს კიდე მაგ თემაზე დავსვამ. დღეს ჩინური ბაზარი არის იმდენად განვითარებული, იმდენად კიდევ მზარდ პოზიციაში იზრდება დღითი დღე, რომ ის შეხედულებები, რაც აქამდე იყო, იცვლება. ძალიან სწრაფად და ვიღებთ უმაღლესი ხარისხის დანებს, როგორც მასალები, ასევე დიზაინერები ჩართული და მზადდება სერიულად ჩინეთში. მაგრამ ხარისხი არის ძალიან მაღალი დღესდღეობით. დამოკიდებულება არის სხვადასხვა, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის განსხვავებული ერთაზე ყველა ვერ იქნება, ზოგადად ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვთქვათ. ჩემი დამოკიდებულება არის, რომ ყოველთვის უნდა გაკეთდეს, კოლექციონერის მხრიდან ხარისხზე ორიენტაცია და დანა ასევე არის, ჩვენ რაღაცა ისე უყურებთ ხოლმე ყოს და ასე ვთქვათ, ინვესტიციაც არის რა დანა რა და ბატონო, საკოლექციო დანა არის რაღაც მხრივ ინვესტიცია, როდესაც წარმოებიდან არის ამოღებული, ან არის საავტორო დანა, მისი ფასი ყოველ შემთხვევაში არ ვარდება ხოლმე თუ საკოლექციო მდგომარეობაში ვინახავთ. მაგრამ, სერიული დანების ხაზში დღეს ჩინეთს და არა საავტოროში, ხო? უკვე შეუულია და განაცხადი გააკეთა, ასე ვთქვათ, და არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჩამოუვარდება მისი ნაწარმოები. თუ არ აღემატება. კი, თუ არ აღემატება, რა თქმა უნდა. დღეს და ეს კიდე არის დასაწყისია რა, ეს არ არის მათი პიკი. კითხვას ჩავასწორებ ჩემს მაშინ მოდი ასე ვთქვათ რა, მე საავტორო და საკოლექციო ნიშას ამ შემთხვევაში არ ვეხები და მოდი სუფთა მას პროდუქციაზე ვისაუბროთ და აი მივამატებ ერთ ნაწილს კითხვისას. ან ძალიან ხშირად ჩნდება სხვადასხვა ფორუმებზე ინფორმაცია, რომ ნაწილების ათადარიგო ფურნიტურა იქნება ეს სხვადასხვა ball bearings თუ ასე შემდეგ არის ჩინეთში წარმოებული და ამერიკული ბრენდები ამას იყენებენ, მაგრამ არსად ამას არ ეძახიან და made in USA აწერია ჩვეულებრივად. იმიტომ რომ სხვადასხვა შტატს აქვს სხვადასხვა კანონმდებლობა და თუ რაღაცა წარმოებული ელემენტების 70%-ზე მეტი არის ამერიკაში წარმოებული, შეუძლია რომ დაწეროს რა და ამით ბევრი კომპანია სარგებლობს. რა თქმა უნდა. შენ ამ ამბავს ასე ვთქვათ, როგორ უყურებ? ანუ მისაღებია შენთვის ეს სიტუაცია თუ არ არის მისაღები და ტყუილია აი ვიცი რა, მე სიმართლე რო გითხრა, ის რომ ვთქვათ თვითონ კომპანიის აქციელი გვაძლევს ამაზე პასუხს ერთი მხრივ, რომ მაგალითად არის კომპანია, რომელიც უთითებს, რომ ფურნიტურაც კი დამზადებული ამერიკაში და არის კომპანია, რომელიც საერთოდ ამაზე ყურადღებას არ აქცევს და შეიძლება მისი ფურნიტურა იყოს დამზადებული სხვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს დღესდღეობით, მითითებული უნდა იყოს და აი ეს კანონის გამოყენებით, ასე ვთქვათ, იმ რაღაცა იმას ულიან, ეს მათვე აზიანებს, იმიტომ რომ დღეს იმდენად ხარისხიანია მათი პროდუქცია, ჩინეთზე ვამბობ, რომ იყენებენ ამას და მხოლოდ რაღაც კონკრეტული შექმნილი სტიგმიდან გამომდინარე უწევთ აი ესეთი გზით წასვლა, რაც
არ ვიცი რამდენად სწორი არის, მე ვთქვი რომ თუ რაღაცას იყენებ და არის ამქონდეს, უნდა თქვა რომ ეს ესეა რა. ერთ აზრზე ვყოფილვართ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არის ძალიან. ცოტა რთული კითხვა მაქვს მე. აბა, გამოუშვე. ნუ პირველ გადაცემაში ბექა იყო როგორც დანების წარმოებელთა და კოლექტივური ასოციაციის პრეზიდენტი. ამ გადაცემაში არის უკვე როგორც მედანი. კი ბატონო. და მე ვიტყვი რომ ბექა არის ერთ-ერთი გამორჩეული მედანი საქართველოში და ერთ-ერთი ჩემთვის პატივსაცემი მედანი და ვიტყვი რომ კეთილი შურით შურს ბექა როგორ ყვება ხოლმე ეს ენთუზიაზმით ამ დანებზე და როგორი მოყოლა იცის ესე ჩაგითრევს ხოლმე რა და ესეთი კითხვა მაქვს ბექასთან რომ როგორ არჩევ დანებს შენ? აი, შენ კოლექციაში. მოდი, აი დავიწყოთ თავიდან, როგორ იყო. ალბათ ყველა ასე თუ ისე ეს გზა გავლივა. იწყება რაღაცა კონკრეტული დანით, რომლითაც წვითაო, რომ ეხა აი ამ ბრენდის, ამ სტილის დანა კიდე მინდა რა, ისე მომდა. იმიტომ რომ ეს გენანება, რომ ან დაკარგო, ან გააფუჭოვანი და რაღაცა მსგავსი, ან უკეთესი, ან მსგავსი გინდა კიდე რა. არა, ყველას ეგრე არა, და ძალიან საინტერესოა ეს იგი შენ ახლა შენ მოდელს გვიყო. არა, ნუ შეიძლება ჩემიც არის, შეიძლება მოსმენილი მოდელი არის, ნუ ერთ-ერთი მოდელია, ერთ-ერთი თქვა რა. და არის ხოლმე რომ მოდი აი მოდელებზე თუ ვამბობთ, ესეც ცოტა სხვა მხრივ ვიტყვი, არის მოდელი ესეთი, რომ არის რაოდენობა, რამდენია კოლექცია. ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი სიმართლე რო გითხრა, ნუ რა თქმა უნდა ბევრიდან ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ხარისხი ყოველთვის. იდეა ფიქსი ციფრი არ არის. კი, იდეა ფიქსი ციფრი არ არის, მთავარი არის ხარისხი, მთავარი არის რაღაცა კონკრეტული, ან დანა, მარტო დანა არ არის. დანას ასევე აქვს რაღაცა ისტორია რა, ანუ ოსტატი, ბრენდი, კომპანია, გაკეთება, რაოდენობა, იქ ის იყო ჩართული, ეს მიეხმარა და აი ეს ჩემთვის საინტერესოა. კონკრეტულად ჩემთვის და შესაბამისად რაღაც დანებს შეიძლება შევხედო და თავიდან არ გავგიჟდი ამ დანაზე, შემდეგ მოვისმინო რომ აქ თურმე გამოყენებული იყო ეს მასალა, თურმე ესეთი ისტორია მოხდა, რომ და ხელახლა კი და სხვანაირად დავინახო, ამბავი სხვანაირად დავინახო ეს დანა და გახდეს ჩემთვის სასურველი რა. ნამდვილად. ეს ჩემ გამოცდილებაში ესეთი რაღაცები ყოფილა და არ ვიცი, ხა ეს ყველას ალბათ ესე ვერ იქნება, მაგრამ ისტორია არის ყოველთვის დასაფასებელი, ჩემი აზრით, რა ვიცი, რაღაცა უკან. შეიძლება ეს რაღაც პირადი ისტორია იყოს, ეს ნივთი ისეთი ადამიანისგან იყოს, ან საჩუქარი, ხო არის ესეთი რაღაცა. ძალიან კარგი საჩუქარია ჩემი აზრით, ადამიანი რომელიც კოლექციას აგროვებს, ან დანები უყვარს, მისთვის სასურველი დანის ჩუქება არის აი რაღაცა არის აი ყველაზე საჩუქარი საჩუქარი ხო? ნამდვილად. ვიცით ეს ჩვენ სამმა ნახდათ როგორ არის, როგორ გვიხარია ადამიანს, რომ შენ საყვარელ ნივთს ჩუქნია რა. ესეც ერთის მხრივ კოლექციისთვის ძალიან ისეთია რა, მაგ კოლექციაში დანები, რომლებიც ნაჩუქარია და აი ძალიან მიყვარს. იქ რაღაცა შეიძლება ის არ იყოს, მაგრამ იმიტომ მიყვარს, რომ აი ესეთი ამბავია და ყველას უსმენ ხოლმე ამ კითხვას და შენც კითხავ. პირველი დანა თუ გახსოვს და თუ გაქვს. ძალიან კაი შეკითხვა არის და მიხარია რომ დამისვი, იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ეხა ველოდები გზაშია მოდის ამერიკიდან ის პირველი დანა, რომელზეც წინა გადაცემაში ვისაუბრებ, თქვი ეს იყო დანა მამაჩემის დანა იყო, სპაიდერკო, კალიფსო, რომელიც იყო ჩემთვის პირველი დანა, რომელმაც აი ეს დანაცა ძალიან დიდი ის მოახდინა ჩემზე. შემდეგ მე ნუ სპაიდერკო ისეთია, იქ training day პირველ ფილმებში იყო, პოლისი და ასე შემდეგ მსგავსი პირი აქვს იმ კალიფსოს ხერხიანი როგორც პოლის და ნუ ეს რაღაცა ის იყო რა და ეს დანა შემდეგ მე მქონდა, შემდეგ მოხდა ისე რომ გატყდა ეს დანა დაზიანდა ისე რომ ვერ აღვადგინე და დიდი ხანი ვეძებდი ძალიან. იყო სიტუაცია რომ ჰოლანდიაში ერთ-ერთ მაღაზიას ჰქონდა, რომელსაც საიტი არ ჰქონდა ისე ყიდენ, მაგრამ აი ესე მოვიძე რომ იქ იყო. შემდეგ აღმოჩნდა რომ რაღაც ცოტა სხვანაირი იყო და ვერ და სუძიებაში ვიყავი და სრულიად შემთხვევით ეხა სადღაც აღმოვაჩინე საიტზე ესე იგი ეს არ იყო ახალი რა თქმა უნდა ძალიან ძველი დანაა და ერთ-ერთი კოლექციონერი ყიდდა. ეს ვიდეო რო დაიდება არის შანსი რომ უკვე ჩამოსული იყოს? კი. მაშინ ფოტო აი ლაივს რა ჩაგვიდე აუცილებლად. მე ვიტყვი კიდევ რომ პირობად მინდა გავიგონო რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრები და მაგდანასაც ვისიავთ და კიდევ ბევრი სასაუბრო გვექნება. დღესაც ანუ ისე მოხდა რომ ძალიან სწრაფად მოხდა ჩემი აქ მოსვლა და ვერ მოვასწარი კოლექციის წარმოდგენა ისე როგორც მე გამიხარდებოდა და აუცილებლად რომ მომეცემა შანსი იმის რომ აი რასაც კოლექცია წარმოვადგინო, კი. ან პირობა შეთანხმებულებია, შენი კოლექციით აუცილებლად, აი იმიტომ რომ რაღაც მართლა მინდა რომ იქ ახლა ვისაუბრებ და კარგ დანებსაც ვნახავ და ყველაფერი, მაგრამ აი იმ რაღაცა
ჩემ იდეას, ჩემ ხედვას დანებისას იქ უფრო კარგად წარმოვაჩენ, ასე ვთქვათ და რა მინდა ვთქვა. ძალიან მიყვარს ყველანაირი, ქართული წარმოება, ასეც, მაგრამ ძალიან ვაფასებ, როდესაც არის დანა სრულად ხელით შესრულებული რა. რაღაცნაირად ნებისმიერ ნივთზე მგონია, რომ რაღაცნაირად იმ ოსტატის დრო, ენერგია და ცოტა სული გადადის, აი ახლა ჭხილებში, წყალებში, როგორც იტყვიან, ესე, მაგრამ ის ენერგეტიკა იგრძნობა ასე ვთქვათ, ხო? იმ ნივთს აქვს რაღაც სხვა დატვირთვა უკვე ჩემთვის, როცა ადამიანმა თავისი შრომა ჩადო, იქ დახარჯა, ხედავდა, რაღაცა გაუფუჭდა, რაღაცა შეასწორა, რაღაცა გადადო გვერდზე, დრო დახარჯა, ენერგია დახარჯა და საბოლოოდ ის შედეგი დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველამ ვიცით, რომ ისეთი დანადგარები არსებობს, რომ საერთოდ შეცდომას არ უშვებს, მილიმეტრზე უფრო კიდე მიკრონებში აკეთებს, რასაც ქვია და ვერც კი დაუყენო შეიძლება გვერდზე იმას ის ხელი, მაგრამ იმას ცოტა სხვა ემოციური განსხვავება არის გეტახები. ამას პირველად ესე აი ძალიან საგრძნობლად წავაწყდი ერთ-ერთ გამოფენაზე უცხოეთში, მილანის გამოფენაზე. იტალიური მჭედელთა გილდიის პრეზიდენტი არის ფაბრიციო სილვესტრელი, ძალიან მაგარი ოსტატია. სიმართლე ვთქვა, მანამდე დიდი ინფორმაცია ამ კაცზე არ მქონდა, ესე გაგონილი მქონდა, მაგრამ დიდი ინფორმაცია მასზე არ მქონდა და როდესაც იმ წელს გახდა, ზუსტად ეს იყო 2024 წელი, გახდა Art Knife Invitational, ესეთი გამოფენა ტარდება ვეგასში, ითვლება ყველაზე პრესტიჟულ გამოფენად, მოხვედრაც კი ამ გამოფენაზე გასულაც კი ძალიან რთული ამბავი არის, რეკომენდაციები, ის აქ არ არის უბრალოდ რომ ან მინდა გამოვიდე, ან გადავიხდი, სულ სხვა პრინციპით ხდება იქ მოხვედრა. იმ ასე ვთქვათ, ლიგაში უნდა იყო, რომ იქ მოხვდე. დღეს რაღაცეები იცვლება, ნუ ამ გამოფენასთან დაკავშირებითაც ეხა ყველაფერი ბოლომდე ვერ ინარჩუნებს იმ მაღალ კლასს ამდენი ხანი, მაგრამ დღესდღეობით ჯერ კიდევ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ შეძლებენ ეს კლასი შეინარჩუნონ, მოკლედ. ამ გამოფენის გამარჯვებული იყო იმ წელს ფაბრიციო სილვესტრელი და გავიცანი იმ წელს ეს კაცი რა, გამოფენაზე მისი ფოტო რო დადე მე ესე გამიხარდა, ავიც გეგონება მე გამეცნობს რა. მე კაცი გაწყვეტინებ რა, მე ვაიპერს ბრენდ ვაიპერთან ვაიპერს დამაარსებელი არის, ერთ-ერთი უსულის ჩამდგმელია მაგ-კომპანიის და კაი ხანი ვადევნებდი თვალყურს და შე რო დადე ეს ჟღალი კაცი მეთქი, ოხ, აი მან ჩემჩურდა ნაღდად. და მინდა აღნიშნო, რომ ყოველთვის აქვს რაღაცა დიდი მნიშვნელობა ადამიანურ მომენტს, ახლა ოსტატს ხვდები, ჩვენთვის რაღაცა ხო არის როკვარსკვლავი, ვიღაცისთვის არის როკვარსკვლავი სხვა ტიპი და ჩვენთვის ეს არის, ხო, ვიღაცისთვის ფეხბურთელია ეს რაღაცა რო შესწირა და ჩვენთვის ეს არის, რო შემხვდა ადამიანიც, ნახე რომ იყო ძალიან უშუალო, კარგი ადამიანი, ყურადღებიანი ადამიანი და ისი არ უყურებდა ჩემ იქ დგომას მაგიდასთან, რომ აი იყიდის, არ იყიდის თუ რა თქმა უნდა, მოვიდა, მომიყვა, დაიხარჯა, მანახა, ამიხსნა, მელაპარაკა ეს დაანიშვიათია დაანიშვიათია მართლა ვიტყვი ფიზიკურათაც იღლები, მაგრამ გამოფენაზე გქონია ეგაუცდება, რომ გეხარ მაგიდასთან, ჩვენც გქონია ეგაუცდება და ერთდანაზე მოყვები, ორდანაზე მოყვები, ერთს მოუყვები, ერთს ამდენი საათი წართულია და არა აი ჩაერთო არ ისა მთლიანად მოვდა, ნუ აი ესე ვიდექი, დანა ხელში მეჭინა, ეს დანა თავიდანვე მომეწონა, ისე არ ამიღია რა თქმა უნდა და აი მიყვარდებოდა ეს დანა, მიყვარდებოდა და ნუ უკვე ვეღარ დავდებდი ამ დანას. ამ კაცმა მოხოლა რომ მორჩა ამ დანას იქ ვეღარ დავდებდი და აი ესეთი გაოცებული სახით მოვდივარ, ეს დანა ხელში მიჭირავს, ვანათებ რა და ჩემი მეგობარი ოსტატი მხდება, მილანში ცხოვრობს ეს ოსტატი, ბურკოვსკი არტ შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან მაგარი ოსტატია, გრავირებას აკეთებს, აქსესუარებს აკეთებს, დანებს აკეთებს და ხდება ბურკოვსკი ყოველთვის ესწრება რა ხან იქ ცხოვრობს გამოფენებში, მონაწილეობასაც იღებს ხოლმე, იმ წელს მონაწილეობას არ იღებდა და ნუ ეს დანა რომ რა იყიდეო, მანახეო რა, ნუ ისიც რა თქმა უნდა მოწამული ამბით, თვითონ მედანე, კოლექციონერი და ეს დანა აიღო ათვალიერებს და ნუ ბოდიში რუსულად თქვა და რუსულად უნდა თქვა ეს. Он что, все углы облизывало, ესე თქვა, ანუ ყველა გვერდი დაუმუშავებელი არ ქონდა არც ერთი საერთოდ არც ერთი ადგილი დანას დარო დავშალოთ, დანა დავნახოთ, შიდა ნაწილებიც რაც არ ჩანს, ყველა იყო პოლირებული, დამუშავებული, აი ზუსტად, აი ეგ. და ნუ აი ეხლა ეგრე რო ადამიანი ხელით CNC დანადგარის გარეშე ასრულებს სამუშაოს, ძალიან დასაფასებელია ჩემთვის და ძალიან ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ ეს ადრე
ადრე თუ გვიან მოხდება, მალე ხო? მოხდება საქართველოში ჩვენ ნახავთ ესეთ დანებს საქართველოში ქართველი ოსტატების მიერ გაკეთებულს დღეს ყველა უმეტესობა ქართველი ოსტატი ხელით აკეთებს ამ CNC დანადგარების გარეშე მაგრამ მე ვიძახი აი იმ რაღაცა უკვე დიდ წარმატებებს, დიდ გამარჯვებებს და აი ისეთ დანებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ გამოფენაზე თავის სათქმელს იწყვიან. გამიხარდება ესეთი რაღაცა მალე თუ ჩვენთან. მოდი ახლა სანამ დანებზე გადავალთ, ორი სიტყვით ვიტყვი, ზოგადად ჩაწერამდე ამას ვაუბრობდით. ბექას სანამ პიროვნულად გავიცნობდი, სოციალური ქსელის, ასე ვთქვათ, მეშვეობით, რა წლების წინ იყო, რამოდენიმე წლის წინ იყო, ბექამ დადო ვალოტონის დანა და მაგ მომენტში მართლა მეგონა, რომ ანუ საქართველოში ჯერ არ არსებობდა ეს დანა. და ბევრისთვის ქონდა ნაცნობობაში ნაკითხი და ავი დიდად არ შემოჩნდა რა ხო და ისე გამიხარდა რომ ზუსტად არ მახსოვს რაღაცა დაუწერე კომენტარი და მე რაღაცა ვისაუბრეთ კომენტარებით და იქიდან გამიჩნდა რაღაცა დიდი სიმპათია რა და აი ის დანა ვიცი რომ ეხა აქ არის რა კი ბატონო მოდი თუ შეიძლება იმ დანით რომ დავიწყოთ შენი ეს არის თუ ეგ არის და კიდევ ერთი არის აი აქეთ ნახე შავი ტყავის აი ეს კიდევ ორი არის ვალოტონები ის დანა კონკრეტულად იყო აი ამ ეს დანა იყო და ერთ დავამატებ რომ ესეთი პირველად ეს არის მოდელი MERS 2, მაგრამ ამ დანის ისტორია ცოტა უფრო ადრე დაიწყო 2000 წელს გამოვიდა ზუსტად ეს ფორმა, აი როგორც აქ გვაქვს, ეს ფორმა გამოვიდა 2000 წელს, ესეთი გამოფენა იყო Sophie Soldier of Fortune, ესეთივე ჟურნალი იყო და ამ ჟურნალისტვის სტარდებოდა ეს გამოფენა. რუსებმა რო გადააკეთეს და მე ქონდათ ეგ ქსელი რომ სალდატ უდაჩი რო ქონდათ. და მაშინ გამოდიოდა და პირველი Sof რო გამოვიწერე, ჩამოვიდა, ნუ ასაკი ეთყობოდა, მოკლედ ამას არ ეთყობა ასაკი, აგვა კიდე 2000 წელს გამოსული, ანუ 25 წლისთან ამასაც ახავე წარმოგიდგენ და იმდანაც ეთყობოდა კვალი და გიორგი დამეხმარა, რომ დამებრუნებინა სამუშაო ფორმაში, საპრეზენტაციო მდგომარეობამდე მივიყვანეთ დანა, რომელიც საკმაოდ დაზიანებული იყო და მადლობა გიო კიდევ ერთხელ ამისთვის. ეხლა აქ რა არის მთელი ამბავი და საინტერესო მოდი ესე აუცარი რაღაცებია რა. ეს ორივე არის საავტორო დანები, არის ხელნაკეთი დანები, არის მცირე რაოდენობით ძალიან გამოსული. 2014 წელს არის კონკრეტულად ეს დანა დამზადებული, არის ორმაგი მოქმედება, არის მანუალური ვერსია ხელით გახსნის და არის ავტომატიკური გახსნა რივაკით. ეს არის 2014 წელს გაკეთებული, პირი გვაქვს აქ 154 cm და ტიტანის ბოლსტერები, კარბონი, ტიტანის ლაინერები მე მგონი სხვა ისეთი არაფერი არ გაქვს. და ზუსტად იმ ოსტატის ვინც იქ შემხვდა ბურკოვსკის ეგეთი სამშვენისი გველი არის ვალოტონების ლოგო და ესეთი სამშვენისი საჩუქრად მივიღემისგან და ეს დანა დაამშვენა. მან რამდენი თაობა იღებს მონაწილეობას? აქ იღებს 3 თაობა მონაწილეობას, აქ არის ბუჩვალოტონი, ანუ თავარი თავი კაცი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, აღარ არის მისი შვილი რეინი და ასევე შონი. აქ არის 3 კიდე არის კაი ვალოტონი არის და კიდე ერთი ვალოტონი ყავს, გაგვახსენდება სახელი. კი ბატონო. ეს არის უკვე რეინი ვთქვით? კი, რეინი ვთქვით. აქ რეინი ჩართული იყო, უკვე ბუჩი ასაკშია და უფრო რეინი მუშაობდა. აქ ბუჩი ბევრად მეც მუშაობდა, ასე ვთქვათ, აქაც აწერია, აქ ტომი. აი ტომი. всё, გასაგები. რეინი, ბუჩი და ტომი. აქ სასწაული რაღაცა არის და ოჯახის 3 თაობა მუშაობდა ამ დანაზე, ეს არის გენერალი, ძალიან მსგავსი მოდელებია ფორმით, მაგრამ სხვადასხვა დასახელებით, ეს არის MERS 2, ეს არის გენერალი, სულ 5 ცალია ესეთი დამზადებული, შემორჩენილი სულ არის 3 ცალი, რეინისთან მქონდა საუბარი, ძალიან გაუხარდა რომ ნახა ეს დანა. მართლა ბევრი ვილაპარაკეთ, მითხრა რომ ერთი აქვს თვითონ დარჩენილი და ერთი ეგულება კიდე და ერთი მე მაქვს. ანუ 5-დან 3-ია დარჩენილი. 25 წლის დანა არის, აქ გვაქვს paper მიკარტა თუ ძვალია, აბა ის არის, ვაიმე გეტყვი ახლა რა ქვია ამას. არც paper მიკარტაა და არც ძვალია, ეს არის ხელოვნური ძვალი და დამავიწყდა რა ქვია კაცო მაგას. ხო, აუ გამახსენდება ეს. გამახსენდება, კი ბატონო, აქ არის ანოდირებული ტიტანი, აქ გვაქვს file work, ეს დამუშავება, mirror polish-ი არის, ნუ ძალიან კარგად არის იმ დროისთვის გაკეთებული ეს დანა და გვაქვს ორმაგი მოქმედება, აქ არის დამალული მექანიზმი, hidden release არის, აი ესეთი
აი ამ დეტალის გაწევით აი ესე ხდება ავტომატურად გახსნა ამდანის რა საკეტი სისტემა liner lock-ი ორივეზე და შიგნიდან jewel works აკეთებენ ეს ვალტონების ხელწერა არის აი ეს საათების შიგნით რო დამუშავება არის გვალი კი ბატონო ეს jewel work-ია ამას უკეთებს ყველას ისე თუ დაგაინტერესებთ კომენტარებში მოგწერეთ ანუ ავტომატური დანების ანუ ისტორიაზე ცალკე გადაცემა თუ გინდათ რომ გავაკეთოთ და აი ავტომატურ დანებში ანუ ვალუტონები არიან პიონერები რაღაცა საოცარი წვლილი შემტანი ხალხი იაქტიუროთ კომენტარებში და მე ცალკე გავაკეთებთ დიდ გადაცემას. რა ვიცი, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ აი ამ დანასთან ესე შეხების საშუალება მაქვს და მადლობა ბექა მაგისთვის შენ რა. მადლობა შენ რომ დაინტერესებული ხარ და გიყვარს, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი მწარმოებლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დღეს ძალიან დიდი არჩევანი, ძალიან ბევრი ხარისხი განსხვავებით, მაგრამ ის ისტორია ზუსტად რაც გვაქვს არის ჩემთვის აქ აი ძალიან ბევრი თქმელი და ყველაფერს ერთად ავსებს ის რომ ვალუტონები არის. გენაცვალე შენ, ბატონო გიორგი. მე ბოდიშს მოვხდი მაყურებლებს სიმართლე გითხრა, უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ და აღარ ვფიქრობ გადაცემაზე, აი კვები ბექას გადაყოლით და ამ საოცარი დანებით. მოდი, სანამ შემდეგ დანაზე გადავალთ, იცი მე რა მაინტერესებს, ზოგადად გაქვს თუ არა ვიშლისტები ანუ ესე და რა იცი უფრო სწორედ რო დავსვაკითხო რა ანუ პირობითად რა დაუშვით შეიძლება მინდა მე 5 დანა და ანუ ნუმერაცია თუ გაქვს რა ანუ პირველი რომელი გინდა ეგრე ხარ თუ თქვა ამ 5-დან რომელიც პირველი ჩაგივარ და თქვა იმას იყიდი რა ხო უფრო მობილური ვარ მაგამ ბავში რომელიც ჩამივარ არ გამოჩდება თქვა თუ არის ისეთიდან რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი არ არის და მოხდა ისე რომ გაყიდვაში გაჩნდა ან კოლექციონერი ყიდის ან ასე შემდეგ და ნუ საშუალებას მაგ მომენტში შეძენის ყიდულობ მაგრამ wish list-ი რა თქმა უნდა მაგ და ამ wish list-იდან ვარჩევ ყოველთვის დასამალი არის iPhone-ს აქვს 500 გვერდის გახსნა შეგიძლია ინტერნეტ საძიებაში 490 მაქვს ყოველთვის გახსნილი და 490 დანა არის აი ძალიან სიტუაცია ეს არ უნდა მეთქვა მეგონა ხო ბატონო იცი რატო დავსვი ეს კითხვა ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობდით და ზოგადად ისეთ ექსკლუზიურ და იშვიათ მასალებზე ვისაუბრეთ ესე მოწევის დროს ასე ვთქვათ რომ მე კითხვაც კი დაგესვი მგონია თქო რომ ეგ ბევრ ადამიანს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს მეთქი რა იმიტომ რომ ერთი შეხედვით არათუ აი დანაზე რაც ფასს რო იგებს ხალხი რაღაცა მოდის ხოლმე ცოტა ნეგატივი აგრესია და მე როგორც ამ შემთხვევაში YouTube-ში ფეხი რო შემოვდგი ისეთი ადამიანი ცოტა ვთხილობ ხოლმე რაღაცა აკაზუხობასავით არ მინდა რომ გამომივიდეს არა და არის ძალიან საინტერესო და აი ვალუტონები მაგალითად ხო პირობითად დაწუნებული ვარ ბევრმა თქვენთაგანმა ალბათ პირველად გაიგეთ აი მსგავსი კითხვა მინდა თანამედროვე ოსტატებიდან ფავორიტი 3 ოსტატი თუ შეგიძლია რომ ეკითხა ძალიან რთული შეკითხვა დამში ძალიან რთული შეკითხვა ვიცი ხო აი რავი რაღაცნაირად იქნება თანამედროვე ოსტატები 3 ფავორიტი ხო ანუ ასაკი მოდი სხვა კითხვად გავაგრძელოთ და მე ვიფიქრებ ამაზე იმიტომ რომ ჩემთვის ეხა ეგ ისეთი რთული შეკითხვაა რომ აი ვიღაცა გამოვიყო რომ ისე იმდენია ანუ ოსტატებზეც აღარ არის უკვე აი ზოგი ოსტატის კონკრეტულ დანაზე იმდენად ვარ მოწამული რომ შეიძლება აი შემდეგ კითხვა არის ზუსტად ეგ ნახე ანუ არის მე პირადად არიან კომპანიები რომლებიც სერიაში სხვადასხვა ოსტატების high-end დანებს აკეთებენ და არის ცალკე აღებული ოსტატი რომელიც თვითონ უშვებს production-ს ასე ვთქვათ რა მე მაგალითად ხანდახან მომწონს კომპანიის ასე ვთქვათ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ხო აი მაგ მიმართულებით რას ფიქრობ შენ რომ ზოგადად ოსტატს ცალკე აღებულს როგორც წესი არ აქვს საშუალება რომ პირობითად 36 მოდელი გამოუშვას რა არც 36 მოდელი გამოუშვა სხვადასხვა და არც ერთი მოდელი გამოუშვას 50 ცალი სიტყვაზე და კონდეს წარმოებაში კიდე სხვადასხვა მოდელი. არც შეიძლება ისეთი ხარისხი არ იყოს ისეთი სიზუსტეებზე, ხარისხზე არ მაქვს საუბარი, სიზუსტეები და ისეთი დანადგარები არ ქონდეს და არიან ეგეთი ოსტატები. ანუ ეს კომპანიები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, როდესაც გვაცნობენ მაგალითად პირველი ესეთი დიდი ნაბიჯები, აი მე რაც მახსენდება, რომ
დიზაინერები არა, მეიქერები, დანის ოსტატების და მათი დიზაინები ჩართეს დიდმა კომპანიებმა წარმოებაში, ეს იყო აი პირველი რაც ესე იყო. Spider-Co და CRKT იყო, სადაც ნახე, აი high-end ოსტატები, მაგალითად CRKT-ში რომ ნახე, ნუ ის დანა კონკრეტული, რომელიც თქვა სერიაში გააკეთა CRKT-მ არასერიული ღირს სადღაც 30000 რაიან კიგი და ტომ მაიო და კი ბატონო ან ჯერ კიდე მაშინ სულ ნორჩი იყო ჯერი მაგინისის CRKT-ის რო ქონდა გამოშვებული და ანუ აზეხა რა მაგარ რამეს აკეთებდნენ კიტ კარსონი და ნუ ყველა საერთოდ სახელები აი არ ვიცი ლეგენდები თუ ვინმე იყო ყველამ გაიარა CRKT ყველასთან მოახერხა CRKT-მ რო კოლაბორაცია ზულა ბოქტერზულა თუ აი არ ვიცი ვერ მოთული ოსტატებს თან აი ბიუჯეტურ ფასად და ეს დამკვიდრდა და უკვე რა თქმა უნდა ეს მუშა ძალიან მაგარი თემა იყო ვინც პირველი არ ვიცი ვინ გააკეთა მე ვიხსენებ მე ვინები მახსენდებოდა პირველი აი ამ მომენტში დროიდან თორე ზუსტად შეიძლება ვწდებოდე და სხვა იყო პირველი მაგრამ Spider-Co და CRKT ნუ ერთ-ერთი პირველები იყვნენ ნახდათ ვიცი რა ხო არა ნამდვილად სუ პირველები შეიძლება არა მაგრამ ერთ-ერთი პირველები ნახდათ კი და კაი ჯგუფი მათ შორის კერშოუ ზერო ტოლერანსიც იმიტომ რომ აი აქ მაგ ეს პატარა მაგიტო წამოვიღე რა რომ ანუ როდესაც ადამიანს ჯერ არ აქვს შეიძლება კონდა შესაძლებლობა მაგრამ ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული უნდა თუ არა რომ დახარჯოს ფული აი რა ჰინდერის კერშოუს აი ეს დანა რომელიც 27-28 იღებს რა ანუ ჰინდერის სულს გადმოსცემს რა და მე უკვე გადაწყვეტ რა შენ გინდა რომ კონდეს ის ჰინდერები ძალიან მნიშვნელოვანია რომ როდესაც ესეთი high-end ოსტატის დანა გადმოგაქვს ის ხარისხი და სული არ დაკარგოთ და აი კერშომ ეს 100% მოახერხა და ზოგადად ამ ჯგუფმა რა ვიცი აი ჰინდერერის დანებს არ ჩამოუვარდება ზეტეს ჰინდერერი არც კერშოს ჰინდერერი აქ უკვე არის ელემენტარული რაღაცა შეიძლება ძალიან მცირე რაღაცები მაგრამ აი 100%-ით გადმოცემს იმ სულს რაც საჭიროა და როცა გაქვს საშუალება შენი საყვარელი ოსტატის დანა იყიდო როდესაც ღირს სიტყვაზე 3000 და 300 ან $300 ან $3000 და შენ შეგიძლია $27 იყიდო, ნუ არაფერი არ არის მაგაში ცუდი რა. ეს ცუდი კი არა, ძალიან მაგარია და ამისთვის მადლობა სუხდიან იმ კომპანიას, რომ ამის საშუალება ეძლევა ადამიანს, რომ მე ბევრი კოლექციონერი ვიცი და YouTube არხებზე მინახავს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი YouTuber-ია და თან ოსტატი არის გრავირების, ქვია cheap metal მიყვებოდი ეს კაცი აკეთებს ულამაზეს გრავირებას აკეთებს ჰოკის დანებზე აკეთებს ტრიტონის და ის ჰარკინსის დანაზე აკეთებდა ეხა ტრიტონზე რაღაც ასწავლ გრავირებას აკეთებს და მის კოლექციაში ანუ ეს დანა მისგან მაქვს ნაყიდი მის კოლექციიდან მაქვს წამოღებული და რას ვამბობდი რომ აქ მას ასევე ძალიან მაგარი კოლექცია აქვს და საშუალებაც აქვს უმაგრესი კოლექცია კონდეს ყველაფერი ხელს უწყობს ამისთვის აქ ზუსტად ის დანები ახლა მე და შენ რაზეც ვსაუბრობთ კომპანიების კოლაბორაციები იმ მაგარი ოსტატების და აი კონკრეტულად მაგას აგროვებს ცალკე იმიტომ რომ ძალიან ისეთი გამორჩეული დანებია რა. არის იქ რაღაცა, შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, როდესაც კრის რივსმა გააკეთა კოლაბორაცია, თუ არ ვთქვი, ესეც CRKT-სთან იყო, რომელიც არ შედგა პლასმასის შავი ტარით რო იყო და იქ რაღაც რამოდენიმე არის, არა, ფოლდერი შავი პლასმასის ტარით არის. მე რაც ფიქსისკენ წავედი. ხო, კი არ შედგა. ეგეთი იყო რამოდენიმე. არ შედგა იმდენად, რომ ნახა კრის რივსმა ეს რა გამოვიდა. არ მოეწონა. არა, მაგრამ იქიდან რამოდენიმე დანა გავარდა მაინც კოლექციონერებში და დღეს ის დანა რომელიც ხარისხის გამო კრის რივსმა დაიწუნა კრის რივსის ორიგინალ დანაზე უფრო ძვირი ის წარმოიდგინე. კი ბატონო. ეგ სხვათა შორის როგორ არის, იცი? ანუ ოსტატები არიან, რომლებიც აი მაგ ბიუჯეტურშიც კი ძალიან ისე რომ იყვებიან რა, რომ იმიტომ იმ ოსტატის პირდაპირ იმ ოსტატის აი ამას ინტერესია რომ მაღალი ხარისხი იყოს მისიდან აი ზაგლუშკები რო აქ რა აი აქ რა ნუ აი ეს იმენა დარწმუნებული ვარ ინდერერმა უთხრა რომ ეს თუ არ იქნება შანსი არ არისო რა იმიტომ რომ ეს იმის ხელწერა არის რა იმის ხელწერა არის და სხვანაირად არ გამოვიდოდა ეს ამბავი ფორმაც ხარისხიც ხო აქ ხედავ რომ ხო ვინც იცის ხედავ რომ ინდერერი აი მოდი ძალიან ისე მიდის რაღაც ჩვენი საუბარი დინამიურად და მოდი გავაგზავნოთ და
სხვა დანები მინდა რომ გვაჩვენო და მოდი შენ გადაწყვიტე ხა რომ მოდი გიორგიმ გადაწყვიტოს. კარგი მოდი ესენი შევინახოთ. მოდი ესენი შევინახოთ და გიორგიმ გადაწყვიტოს და ჩვენ უკვე რაღაცნაირად თუ გინდა აი აქ დააწყე ესენი რომელიც კი ბატონო. მერე უნდა ახლო ხედით გადავიხოთ. მანდარი რომ რაიმონ ლოპესის აი ეს კარგი. ბარლო, რაიმონ ლოპესის ბარლო არის მანდ. ვანოფი რომელიც არის მანდარი რიზი ვეილანდი. აი ეგ გამიდა. საინტერესო. მანდიდან წამოვიდა მერე მაიკროტეკის მოდელიც. ოკეი. ახლა და მე დავამსგრევ ამათ. კარგი. საინტერესო მოდელია ნამდვილად ეს არის. საავტორო ნამუშევარი არის. ჩვენ მედანეები მოყვარულები ესე ვეძახით რომ ძველი სკოლის წარმომადგენელი რიზი ვეილანდი, old school-ია ნამდვილად, ყველანაირი მიმართულებით გაგებით და თქმით ეკუთვნის ამ კაცს ეგ რომ ძველი სკოლა არის. დღემდე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და დღეს პირველად იგებდეს ამ სახელს ამოსტატისას ამ კაცს იმდენი აქვს გაკეთებული სფეროში, რამდენიც ალბათ არც ერთ სხვა ოსტატს არ აქვს და ყველაზე მეტად underrated არის ამ გაგებით რა, იმიტომ რომ დღემდე ეს კაცი ზის თავის სახელოსნოში პატიოსნად, მუშაობს, აკეთებს ახალ დანებს, ახალ კოლაბორაციებს და რა ვიცი, ძალიან საინტერესო დანებს აკეთებს რა. მუშაობდა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, ისეთ ცნობილ მეიქერებთან, როგორც არის ტონი მარფიონი, მაიკროტეკი, როგორც არის პირველი ავტომატურ დანათ მოიხსენებენ, მაგრამ ეს ასე რა თქმა უნდა არ იყო, Black Knife, რომელიც Steve Oshtan ერთად გააკეთა რიზი ვეილანდმა და ნუ ძალიან დიდი წვლილი აქვს ნამდვილად. ეს როგორი ტიპია, იცი მე ფილმში რო არის, რო ეკითხებიან რა, ანუ ვინ გიცნობს და ვინ საჭიროა, ვიცნობს და ეგ ტიპია, აი 100% ეგ ტიპი არის. ეს დანა ამ დანაზე ვისაუბროთ, თუ პირი ხელის სატინი არის და ხელის გრაინდი მთლიანად დამალული ჭანჭიკები აქვს, ოღონდ დამალული ჭანჭიკები ზოგჯერ ნიშნავს იმას, რომ შიგნიდან არის ჭანჭიკები, აქ შიგნიდანაც არ გვაქვს ჭანჭიკები, ანოდირებული ტიტანის ლაინერზია, კარბონი არის ტარი, უკრინდან გვაქვს ესეთი ლამაზი file work გაკეთებული და ეს არის ერთ-ერთი წინაპარი, ეს მინდა ხაზგავსო, რომ ეს არის 001 სერიული. ეს არის ერთ-ერთი წინაპარი, ძალიან ცნობილი მოდელის, მაიკროტეკის სერიული დანის ჰოკის, WASP-ია ეს მოდელი კონკრეტულად, მაგრამ აქედან დაიწყო, ანუ ფორმას შეხედოთ, მიხვდებით, რომ ეს არის ჰოკის წინაპარი, ნამდვილად და ძალიან ცნობილი, ბესტსელერიდან იყო ჰოკი და სავარაუდოდ გააგზავნოს დიდი შანსია მაიკროტეკმა გააცოცხლოს ისე სადაც ახლა გააცოცხლა ეს მოდელები, მგონია რომ პერიოდულად გააცოცხლებს, კი. აუცილებლად ესე იქნება. იცი რა მინდა გითხო, აი პირობითად, მაგალითად ამ ადამიანის დანა, ხო? დღეს როგორ შეიძლება რომ ადამიანმა შეიძინო რაღაცა ინფორმაციასავით რომ გვითხრა რა, ანუ ფასი ამ წუთას მიხვდები რომ დიდია ფასი, მაგრამ აი ტექნიკურად როგორ შეიძლება ამის შეძენა? მოძიება უნდა, პირდაპირ ოსტატზე გასვლაც არის შესაძლებელი და შეკვეთა. აი ეგ მაინტერესებს, ჯერჯერობით არის, ხო, როგორც ვიცი რომ დაეკონტაქტო და შეკვეთა გააკეთო, ნუ კოლექციონერისგან და ესე თუ შეიძენ, ან ისეთ საიტებზე თუ მონახავს, სადაც ვთქვათ, custom დანები, custom დანები, ოღონდ ან როგორც ახალი, ისე შეიძლება მეორადი მონახო და აი ესე ანუ საშუალება იმის რომ იყიდო არის, ოღონდ ნუ ადვილი მოსაძებნით ძალიან არ არის, ასე ვთქვათ. ანუ ადვილად ხელმისაწვდომი ზოგადად საავტორო დანები არ არის. არ არის, ხო, ნუ მაგიტომაც არის ავტორი, კი ბატონო. კი, რა, ცოტა ყოველთვის გაკეთებული, სულ რაღაცა დანომრილი, ანუ დაუნომრები ზოგი თითოეულ 5, 10 აი ესე, ხო რაღაცა და აქ რა ფოლადი გვაქვს? აქაც გვაქვს ეს 154 SM-ი. ხო, 154 SM-ია. ო, ესე იგი, ეს ფოლადი თვითონ ძალიან ხშირად გვხდება custom knife maker-ებში. ამას აქვს რამოდენიმე მიზეზი და გულწრფელად თვითონ knife maker-ები იძახიან, რომ გარდა იმისა, რომ არის ძალიან დაბალანსებული მოდელი, ანუ გრინდინგი მისი არ არის რთული, ანუ კარგად ექვემდებარება დამუშავებას და მისი გალესვა არ არის რთული. ჟანგბდეგია ძალიან. 154 თვითონ ეს SM-ი რას ნიშნავს ახლა, ანუ 15 და C არის 15 ხრომი და 4 და M-ი არის 4 მოლიბდენი. ზუსტად. მოლიბდენი ამ შემთხვევაში, ანუ 154 CM-ზე იძახიან, რომ არის პატარა იმას ჩანართივით ვიტყვი, თუ შეიძლება გაუმჯობესებული 440 C არის და მიუხედავად იმისა, რომ 440 C-ს
Chrome აქვს უფრო მეტი, ვიდრე 154 CM-ს, 154 CM-ი არის უფრო ჟანგვამედეგი, ვიდრე 440. რის ხარჯზე ხდება ეს? ეს ხარჯზე ხდება molybdenis ხარჯზე. molybdenს აქვს თვისება, ესეთი რომ დამცავი ფირივით გადაეკრას, ანუ აი იმ სტრუქტურას, სადაც არ არის საკმარისი chrome-ი, ხო აი დამცავ ფირს უკეთებს molybdeni და უკვე საოცარ, ასე ვთქვათ, ქიმიურ პროცესებში შევდივართ. აქედან გამომდინარე, ეს ფოლადი გამოიყენებოდა ისეთ დარგებში, სადაც დიდი ტემპერატურული ცვლილებები, მაგალითად, ავიაციაში იყენებდა Boeing-ი, ეხლა იყენებს Boeing-ი ამ ფოლადს და ზოგადად საავიაციო ფოლადი ძალიან კარგად გამოიყენება როგორც ფოლადი, ისე ალუმინი კარგად გამოიყენება მედანეობაში. და ეს განეკუთვნება იმ ფოლადების კატეგორიას, რომელსაც bearing steel, ქართულად როგორ არის, ბატონო გიორგი, პაჩებნი, სასაკისრე ხო? სასაკისრე ფოლადი. ამათი წინაპარი ყველაზე პირველი არის 52-100 და მე იქიდან მოდის ძალიან საინტერესო განვითარება აქვს მართლა ამ კონკრეტულ ფოლადს და ვისაც გაინტერესებთ, რა ვიცი, ბევრი ინფორმაცია არის ინტერნეტში, თუ შეგიძლიათ ჩაუჯდეთ და ორი სიტყვით კიდე გითხარით, აგერო არის ძალიან დაბალანსებული. ერთიც დავამატოთ, რომ ძალიან ცნობილი ოსტატი ემერსონი მხოლოდ ამ ფოლადს იყენებს, უმეტესად 99% მისი ნამუშევრები არის ამ ფოლადით და რო ეუნებიან რაღაც სხვა ფოლადის შეცვალე ან რაღაც ახალი რატო არა, ეუნება რომ მოდი და ჩემიდანა გამოიყენე და მიხვდები რატო არის ჩემთან ეს ფოლადი. კი ბატონო. ასე რომ აი მარტივად ესე თავისი ნამუშევრით გავაკეთეთ პატარა რომ molybdenis როლი რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ სიტუაციაში. ეხლა აქედან ჩანს როგორი ფონი იცი? Microtech, Marfione და ანუ ის ტიპი, რომელსაც პოპსტარები გვაქვს ხო, ნამდვილი, კი და დავიწყოთ Microtech-ებით. ხო და დავიწყოთ კი არა და ეგ არის ეხლა თავარი ამბავი. ეს სამეული ერთად არ აქ ისე შემთხვევით სამეული ერთად მაშინ ეგ და კიდე ზევით რომ ეს არის სამეული ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამეული. ხო, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სამეულია, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანები, ასე ვთქვათ, და ყველაზე მოთხოვნადიც ამასთანავე ეს არის პირველი ჰალო, ანუ ამდანაჯერ ჰალო ასე შემოკლებით არ აწერია, ეს არის 1995 წელი, წარმოიდგინეთ 1995 ბევრი თქვენთაგანი დარწმუნებული ვარ, რომ ისმერია დაბადებული. კი. ამდანაში არის გამოყენებული საავიაციო ალუმინი, ღილაკზე ჩანართი არის გაკეთებული ტრიტიუმის კაფსულით, რომ სიგნალებში გაენათებინა, უკვე იმდენი წელია გასული, ისე ძალიან მაგრამ აღარ ანათებს, მაგრამ ნუ ჯერ კიდე ანათებს, არის ერთმაგი მოქმედების ავტომატიკა, ღილაკით იხსნება და ნუ გახსნა ხმა ეფექტი ყველაფერი ამდენი წლის მერე და გადატენით იყენება. ეს არის დანა, რომელსაც პირზე აწერია high altitude low opening. ეს არის პარაშუტისტების, ასე ვთქვათ, ტერმინი პარაშუტისტებს და კონკრეტულად ეს დანაც იყო მათთვის შექმნილი ამდანის იდეა გაჩნდა პირველი პარაშუტისტების დანა რო იყო გრავიტაციული, იქიდან უკვე გაკეთდა ავტომატური იმ ტიპის დანა, ავტომატური, რომელმაც Microtech-მა გააკეთა დაარსებიდან 1 წელიწადში. Microtech-ი დაარსდა 94 წელს ვერობიჩში, ფლორიდაში და 1 წელიწადში მათ უკვე აი ესეთი რაღაცეების კეთება შეეძლოთ და რატო გვიკვირს ხოლმე თუ გვიკვირს რატოა დღეს Microtech-ი ის რაც არის, იმიტომ რომ 95 წელს აი ამას აკეთებდა. ნამდვილად. კი და ნუ თვითონ ამ მოდელს რაც შეეხება ამ სფეროში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის, ჰალო გააქვთ? ეს არის შეკითხვა ნომერ 1. და ასევე მოდი ვთქვათ ორი სიტყვა counterfeit-ებზე, ეგრეთ წოდებულ კლონებზე, ყველაზე მეტი კლონი არის ამ დანის და ამ ბრენდის გაკეთებული. და კლონებით რომ მაგარი ძვირი ხარ. კი და დაჟე მაღალი ხარისხის კლონები არსებობს, მაგრამ ყოველთვის ჯობდეს ნებისმიერ ნიუტში, ნებისმიერ კოლექციაში საკუთარ თავს მოუატყო. ხო, საკუთარ თავს მოუატყო. ჯობია იყიდო სიტყვაზე ორიგინალი Spider-Co, ორიგინალი Kershaw და ასე შემდეგ, ვიდრე იყიდო არაორიგინალი Microtech-ი, ზოგადად არაორიგინალი. არაფერში სანდო არ არის იმის გარდა, რომ თქვათ აი ამ რაღაცა რა ქვია ამ
აი ამ რაღაც ფიჯეტ მუღამს დაიკმაყოფილებ, მაგრამ სხვა მხრივ არის თავის მოტყუება, სრულად ჯობია იყოს რაღაცა ყოველთვის ორიგინალი და ის კომპანია იმლივზე იყოს პასუხისგებელი, ვიდრე არ იცოდი ამაზე, ამას რამე რო, ანუ ეს ხო არის ინსტრუმენტი და რაღაც ანუ შეიძლება დაგჭირდეს გამოყენება ტყეში, რა ვიცი, ტოტოზე, ხეზე რაღაც ხო, აი 1000 რაღაცაში, ნუ თვით გადარჩენის მიზნით, ფოკის გაჭრის, აი რაღაც და აღმოჩნდეს რომ გიმტყუნოს დანამ და არავინ ამაზე პასუხისგებელი არ იქნება, იმიტომ რომ ის არ არის ის რაც უნდა იყოს. გადავიდეთ შემდეგზე 95-დან წავედით. ეს იყო Halo 1, ეს არის უკვე Halo 2. ეს არის Halo 2 გამოვიდა 97 წელს, კონკრეტულად ეს არის 98 წელს გამოსული. 98 წლის აპრილშია. 98 იყო მაგათი გაფურჩმის წელი. ფოლადი აღნიშნოთ ამდანის, ეს არის ATS 34 და მოყვეთ მაგაზე შენ უნდა გითხრა რატო იყო ეს ATS 34, რომ იქ კავშირში. ATS 34-დან თავის შემადგენლობით არის სრულიად იდენტური 154 CM-ის, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს არის იაპონური ფოლადი და აი ამ წლებში დაახლოებით მე არ ვიცი რამდენად ეს სიმართლეა, მაგრამ ნუ ესე გავრცელდა, რომ გააფუჭეს 154 CM-ი, ანუ ხარისხი იყო, რომ გააფუჭეს, რაღაც ცვლილებები შეიტანა Crucible Steel-მა და მეორე ვერსია იყო, რომ Boeing-მა იმდენი რაოდენობით გააკეთა შეკვეთა, რომ ფიზიკურად აღარ იყო საშუალება ამდენის აი ეს ორი ამბავი. მე უფრო იმას ვენდობი, პირველს ვენდობი, მე პირადად. სავარაუდოდ ეს მე იმიტომ რომ ეს თავის გასამართლება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ანუ დღესაც თქვათ არიან ტიპები, ვისაც შემორჩენილი აქვს ATS 34 და როგორ ინახავენ, იცი რომ აი მე რო დანას გავაკეთებ, მაგისთვის მაქვს რა ეხა. ეხავე შემილია განახო, აგერ აქვე ამავე ამბავში ATS 34 2010 წელი. 2010 წელი, კი ბატონო. და Halo 5 ხო, ანუ როდესაც უკვე შეეძლოთ აბსოლუტურად სხვა ფოლადები გაიკეთებინათ რა. ეს 35, ეს 30, ეს 20 ყველაფერი აქ უკვე და არის გაკეთებული ამ ფოლადით. ხო, მოკლედ, ანუ აი ATS 34 არის ესე უხეშად რო ვთქვათ რა, უფრო სუფთა სტრუქტურის და მიკროსტრუქტურის 154 CM-ი რა. იაპონური წარმოების, აი ეხლა სამი ერთად ჩანს ძალიან მაგრად. და აი ეს ზომები კამერაში როგორ გამოჩნდება ნეტარი? კამერაში მე გადავიღებ ამას, ჩვენ ძალკე ვიღებთ და კარგად ჩანს. უბრალოდ მე Halo 5 რატო გახდა იდეაში ყველაზე პოპულარული რა, ანუ ყველაზე დიდია. აი მოდი ვიმსჯელოთ, მოდი ვიღო, შეხედე, აი რა, სიმართლე რომ გითხრა, ალბათ უკვე აქ აი ამან თავისი და გამოახდინა დაიწყო და აქედან ეს ხო ანუ ამან ჩაუყარა საფუძველი იმ ეფექტმა, იმ გახსნის ეფექტმა, მოტენვის ეფექტმა და ასე შემდეგ ის საფუძველი ჩაყარა და აქ უკვე ახალი ტექნოლოგიებით, უკვე ოქროს ხანა აქვს Microtech ამ პერიოდში ტექნოლოგიების მხრივ, მოდელების მხრივ, ჩემი აზრით, ცოტა უფრო ადრე ქონდა ოქროს ხანა. ნამდვილად. და ნუ აქ უკვე აი ეს განსხვავებული ჭანჭიკებით დატვირთული ეს სადაც სამი წერტილი არის ნასეჭკა ღილაკზე უკვე ეს პატარა დეტალები, რაც სულის ხასიათს უკვე უფრო რაღაც არის ბრუტალური ხდება, კი ბატონო, და ეს რაღაც თავისი ხელწერა ჩადებულია, ნუ ლოგოც უკვე აქ ისეა და რა ვიცი, აქედან უკვე ეს დანა ხდება რაღაცა ერთ-ერთ ინტერვიუში მაქვს მოსვენელი, რომ ტონი იძახის, რომ მეო დავიგინებიო, რომ არ მაქვს ლარი თუ დოლარი გადახტილიო ფილმებში ამათ იმაზეო რა. და ხო, ნუ ხა იდეაში რატო უნდა იტყუებოდეს, ეხა მაგი მგონია, რომ რო იტყუებოდეს, ძალიან მარტივად გასკდებოდა რა, ეგ ამბავი და ანუ იმ დროინდელ კინემატოგრაფში ძალიან პოპულარული იყო Microtech-ის დანები და განსაკუთრებით Halo რა. განსაკუთრებით Halo კი. და ამანაც, ანუ ერთმანეთს ამის პოპულარობა იყო იმის საფუძველი, რომ ეს მომხდარიყო თვითონ კინოში და მე კინო კიდე უფრო ხელს უწყობდა, რომ ეს კიდე უფრო პოპულარული გახდა რა. კი, რა, ანუ სიმბიოზური ურთიერთობა გამოდიოდა აქ სიტუაციაში რა. ხო, ნუ აქ გვაქვს წარმოდგენილი, ესე იგი დიდი ასაკის სხვაობით, გვაქვს 95, გვაქვს 98 და გვაქვს 2010 წელი განვითარება
ამ მოდელის ბატონო. და ამის შემდეგ უკვე გამოვიდა Halo 6, Halo 5-ის შემდეგ გამოვიდა Halo 6, მანამდე იყო Halo 4, რომელიც მხოლოდ გამოდიოდა Marfionis ხაზით, ანუ საავტორო ხაზით გამოდიოდა, პატარა და ანუ ითვლებოდა semi-customs ეძახდნენ, მაგრამ ნუ Marfionis ხაზით გამოდიოდა და იყო semi-custom, ანუ პირის ხელით დასრულება ხდებოდა. და მხოლოდ საავტორო ხაზით გამოდიოდა. დღეს დააბრუნა, აი სულ რამოდენიმე დღის წინ ტონიმ წარმოებაში Halo 4 და Nemesis 4 დააბრუნა წარმოებაში. რაც ესეთი საინტერესო ამბავია დანის მოყვარულებისთვის ძალიან და Nemesis-ზე ისე რა მაინტერესებს, იცი მაგ მოდელი უფლება სრულად მისი იყო ნეტავი? ხო არის ამ შემთხვევაში რომ საინტერესო შეკითხვა. მე მქონდა მაქვს Nemesis-ები, ასე ვთქვათ, მისი და Walter Brand-ის წარმოების, მისი და Jay Jordan-ის წარმოების, იმ პერიოდში ძალიან პატარა იყო კომპანია Microtech-ი, სულ რამოდენიმე ადამიანი მუშაობდა და ტარის დასრულებაც კი რაღაც ეტაპზე ხელით ხდებოდა, ნუ პირი ხელით სრულდებოდა Nemesis-ებზე ყოველთვის და მე მგონია რომ დიდი წვლილი მიუძღვის Walter Brand-ს კონკრეტულად Nemesis-ის იმაში, ყოველ შემთხვევაში ძალიან სასურველია ამერიკაში კოლექციონერებისთვის Walter Brand-ის ფინიშით ან გრაინდით დაგაკეთებული Nemesis-ი. და რაღაც ხვანაერია, რაც კარგად ვერ ხვდი. მაგრამ Nemesis-ი რაღაცა ცოტა ისეთი ტიპია რა, რაღაცნაირი ტიპია. თავისი პეცი აქვს, ასე ვთქვათ, და არის მიუხედავად იმისა, რომ ახალი Nemesis-ი განსხვავებულია და დიდი ზომა, სადღაც აი ამ ზომის არის 90-იანებში, ან Nemesis 3 იყო პატარა ზომის შედარებით უფრო კომპაქტური და აი სადაც Walter Brand-ი იყო ჩართული, მისი გრაინდი, ხელწერა ყოველთვის იცნობა რა, აი ფინიშიც, სატინი, მირორი თუ რა განსხვავი როგორ უნდა ქნახი ხო ორი ოსტატი ერთი და იგივე ფინიშს აკეთებს და ამას ეთყობა რომ ამ ოსტატის არის ამას ეთყობა რომ ამის მოკლედ Halo-ებზე ვისაუბრეთ ჩემო ძვირფასებო ჩავდოთ უკან მოდი გადავტენოთ დავაბრუნოთ და ბატონო გიორგი გავაგზავნოთ ესენი ყუთებში შეგვიძლია არ ჩავდოთ იმიტომ რომ როგორც უკვე თქვით უნდა გადავიღოთ შემდეგ და ეგ ლამაზად დავდოთ კი ბატონო აი ესე აი მოდი ამათ ყველას გავყუთებს ხო კი ბატონო და უკვე მივედით თანამედროვე ასე ვთქვათ Marfioni Customs ხაზზე თვითონ ამ ხაზზე ერთი ორი სიტყვით მოგვიყევი ბექა აი ეს ხო უკვე თავის ის რო ჩანს ხოლმე უკვე რაღაცა ის ჩდება რომ აბა შიგნით რა არის და იცი რომ შიგნით რაღაც კარგია რა მიუხედავად იმისა რომ მოდი ვთქვათ რომ არსებობენ ოსტატები რომლებსაც ანუ როგორც ოსტატი აი დანის კეთება შეიძლება რაღაცა დეტალების რაღაცა ფინიშების და ასე უფრო მაგარ დანებს აკეთებდა ესეთი ოსტატები ხო ტონი არ არის ნომერი 1 ოსტატი ხო ვერავიზე ვერ იტყვი ხო რომ ნომერი 1 არის მიმართულებებია ისე არ გამოგიოს რომ ტონი მაგრამ ანუ ამის თქვა მინდა რომ ვერავიზე ვერ იტყვი ან ეს არის დღეს პირველი ან მაგრამ ტონის რომ ძალიან დიდია და როგორც ოსტატი როგორც მარკეტინგის მხრივა როგორც მიყავს თავისი და როგორც ან Coca-Cola ხო Microtech არის მოდი ესე ყინვალი შედარება დანის წარმოებაში არ Coca-Cola ოღონდ კიდევ უფრო რაღაცა ისეთი ხო და Marfioni ნუ მით უმეტეს რა და რა ვიცი აი მოდი თვითონ თქვან ამათმა როგორი ხარისხია და ჩვენ შევაფასოთ რა ბატონო ეს არის მოდი ეს არის Marfionis Ultratech-ი ყველაზე Ultratech-ი არის Microtech-ის მოყვარულებს ყველას გეცოდინებათ მოდელი Ultratech-ი რა თქმა უნდა არის ყველაზე კომპაქტური ზომის არა პატარა არა დიდი აი მისაღები ანუ UTX 85 არის 15%-ით პატარა UTX 70 არის 30%-ით ამაზე პატარა და ეს არის 100%-იანი ანუ Ultratech-ი რა საკმაოდ კარგი ზომაა ჩემი აზრით ყოველდღიური დანიშნულებითაც EDC გამოყენებით mirror polish-ი გვაქვს აქ star grind-ი ეგრეთ წოდებული ძალიან მომწონს და აქედან chisel grind-ი ეს სიფრთხე და აქ სატინი ანუ ორ ტონშია გაკეთებული სატინი და mirror-ი ტარი გვაქვს hefted body aluminium აი ამ finish star-ზე ესეთი ზოლები რო აქვს ქვია hefted body
რა ვიცი, ძალიან საინტერესო ნივთია. ჭანჭიკები გვაქვს, ფურნიტურა, ringed hardware, ესე ქვია, ეს გოლები როდესაც აქვს, ტიტანის ჭანჭიკებია, დაფერო აქვს და შემდეგ აი ეს ზოლები გაკეთებული. კიო, მოდი აბა, შენ რა სიტყვი? არაფერს არ იტყვი. აი ეს არის ზუსტად 98 წელი მაგათი ესეთი წამყვანი წელი მაგ წელს გამოვიდა ულტრატეკიც. ეს გრაინდი გააკეთა პირველად 97 იყო ეს საკომზე გააკეთა 97 წელი იყო და იმდენად ეფექტი მოახდინა იმ პერიოდში აი ამ გრაინდმა რომ ეს განსხვავებული ანუ მულტი გრაინდი რო გააკეთა ასე ვთქვათ იქიდან უკვე ჩაჯდა მე ნელ-ნელა და დაერქვა აი მე შეერქვა ეს სტარ გრაინდი უკვე ცოტა მე შეარქვა რა და ნუ ყველა ტანტო პირზეც აკეთებს ხოლმე ასეთ ისე ამ გრაინდს. ერთი წუთი საინტერესოა. ეს ყველა ულტრატექს აქვს? ეხლა როცა ეს კი ყველა ულტრატექს აქვს. არ დაუკვირვებია. ეს არის ეგრეთ წოდებული სამშონისის ჩამოსაკიდი. აი ეს არის შუშის გასატეხად აქ არის ტანგსტენ როგორ არის ქართულად? აი ეგეთ ქართულად გეტყვი ჩუგუნი საკაცო. ეს ტანგსტენ არის. ვაიმე და ტანგსტენის დაუთავთ ხო, ეხა ეს მახსოვს ნამდვილად, უბრალოდ ეხა არ მახსოვს, რატო არ ვიცი, ეს არის ვოლფრამის კარბიდი. ვოლფრამის კი ბატონო, ვოლფრამის კარბიდის ბურთულა, მადლობა. და აქედან გვაქვს ტონის დაგერი, ეგრეთ წოდებული, მარფიონის ნიშნით, აქედანაც ესეთი მსგავსი ლოგო ტონისი, ესეთი ულტრატეკია, ძალიან საინტერესო. არც მან მაიკროტეკი აღარ წერია, მან არის უკვე მარფიონის რა, კი ბატონო. ამას მოყვება თავისი ეგრეთ წოდებული ქოა, ეს არის მისი ან საპრეზენტაციოთაც აი ძალიან მომწონს, ძალიან კარგად აქვს ტონის გაკეთებული ხუთი ესეთი ეს ლოგოები, ეს დაგერი რო ეხსნება ტიტანისგან და შეგვიძლია შიგნით გადაიტანო. აი ხო ვითომ არაფერი ეს დეტალები აი ამ გავარაქციამოვნებს მაგრად კი. ცალკე საწმენდი და ამხელა ბარათი, რომელზეც ტონის ხელმოწერაა გაკეთებული, სადაც წერია უკვე ზუსტად მოცემულობა, ვისი გაკეთებულია, რა მასალა, რა მოდელია და ასე შემდეგ. ვიღაცა ნახე ოთახში ქონდა გაკეთებული, რომ ანუ ესენი და ქვევით დასადებები რა დანადევს, ანუ და ეს იყო ոնց როგორ დიზაინერულ სწორედ გაკეთებული, იცი, აი გამოვშტერდი რა YouTube-ზე და ვიღავ პოულობ მაგ ვიდეოს. მოდი, აი ერთი დავამატოთ, აქეთ მხარეს ხატია შონ მარფიონის ლოგო, ანუ შვილის. აქ წერია რომ შონიც იყო კეთებაში ჩართული და ეს ესი და ემი როდესაც ერთად არის შონი და შონ მარფიონი და შვილის ლოგოა ეს და ორივე მონაწილეობდა ამდანის კეთებაში ასე ვთქვათ შონის და ტონის. შემდეგი? კაი. იდი მოდი ერთი წამი სანამ გავაგზელებთ, ახლა შენ არ დაგავიწყდეს ბექარო თქვი ვიფიქრებ, რომ იმ კითხვის გარეშე არ გაგიშვი. ანუ ხო არ დაგავიწყე? არა. კაი, იფიქრე მაშინ. ეგ უნდა გამცე მაგ კითხვაზე პასუხი. ესეც მაგის. ჩადეთ. აი შენ ვისი თხოვდი? ახლა მითხარი, აბა. ანუ მე მოდი გიათ ცოტა გავაიუღოთ და თუ გინდა ესე ვთქვათ რა. თუ გინდა კონტინენტების მიხედვით აი ევროპული თუ გინდა მარტო ევროპელებზე ვთქვათ თუ გინდა. ევროპა არა, უფრო მირთულებ. არა, შენ ვისი თხოვდი სამ ტოპ მეიკერს. კაი, ოს მაშინ მე უნდა განმარტო რა, ანუ მე ამ შემთხვევაში არ მაქვს. მაგიტოა რომ ფული რომ უნდა განმარტო. კი ბატონო, მე ამ შემთხვევაში არ ვეძახი რომ ის აუცილებლად full hand made-ით იქნება დაკავებული რა. დღესდღეობით, ანუ ერთი არის დალიბორ ბერგამი 100% მე 100% მოყვები მაგაში ნამდვილად. მეორე არის მიუხედავად იმისა, რომ აქ სუბიექტური ვარ, ეს არის პანჩენკო, იმიტომ რომ სერჟი, კი ბატონო, ეს ჩემი ვიცი რომ არ არის. მესმის მე მიყვარს და აი ახალგაზრდების თემაში ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესო ტიპი არის იესპერ ვოქსნე. ხო, ანუ მე აი ესე მარტივად საინტერესო ვიტყვი ამ ანუ თაობები სხვადასხვა დალიბორის სხვა მძიმე артиლერიიდან ეს სხვა ტიპი ესპერიც სხვა ტიპი რა ანუ მოდი მე მაშინ პასუხს ესე გავცემ რა ანუ ოსტატები არიან რომლებსაც აქვთ ისეთი წვლილი მიუძღვით რომ აი
უბრალოდ ვერ ვიტყვი რომ აი ეს არ შეიძლება სამეულში მოხდეს. დალიბორი რომ არ იყოს სამეულში, არ მიმაჩნია სწორედ, მაგრამ რექსორდი არ იყოს სამეულში, რა ვიცი, მარში არ იყოს სამეულში, მარფიონი არ იყოს, ბორკა არ იყოს, თუ გინდაც სილვესტრელი არ იყოს, აი თულია ვიღაცა გამოტოვა, იმიტომ რომ კონკრეტულ მიმართულებაში, კონკრეტულ გუსტავო არა, მე პირობითაც გუსტავო ჩეჩინი, რომელიც გუსი ეგრეთ წოდებული გას ეძახიან გუსტავო ჩეჩინის, რომელიც არის ბრაზილიელი ოსტატი, რომელიც როგორც დალიბორ ბერგამი ისე ქმნის თავისით ჭედავს ფოლადს, თავის დამასკოს აკეთებს, ანუ ეგრეთ წოდებული soul authorship, ესე ქვია ამ მიმართულებას და ძალიან დასაფასებელია, როდესაც ოსტატი აკეთებს როგორც ფოლადს, ისე მოსართავს დანისას, როგორც ტიმასკია ან მოკუმე ან რაღაც. ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ დალიბორიც და გუსიც, ორივე თვითონ აკეთებს. ანუ მე ხა გიომიცის გუსტავოსთანაც იგივე ის მექანიზმი ლი ვილიამსი, რომელიც კიკსტოპი გააკეთა და მსგავსი გუსა გაკეთებული და პლუს ის შეკვრა დანის როგორც გუსი კრავს დანას და ჭანჭიკებს არ ვიცი, აი ესე ისეთი წვლილი აქვს, ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, აი ვინმე გამო არ შემიძლია. რატო გეტყვი, ნახე, მეც მიმაჩნია რომ ბევრად მეტი წვლილი აქვს ვიდრე იესპერ ვოქსნეს სხვებს. კი ბატონო, მაგრამ იცი რა, მე ჩემ თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ ჩვენ რეალობაში ჯერ კიდე არ არის ცნობიერება იმ დონეზე, რომ თქვათ ყველას კონდეს რაღაც ინფორმაციაზე ცნობა და აი მე რომ რაღაც მითითებას ავითხოვს, მე რომ მინდა რომ თქვათ ეს პოპულარული იყოს. ასე შენც ეგეთი ადაჩასავით რო გაგვიკეთო შენგან რა გვირჩი. ცოტა მდიდრული ასე ვთქვათ, შემკული დანები, ვისაც უყვარს, ურჩევდი რომ ბესტს ძალიან საინტერესო დანები არის, მექანიზმის მხრივაც, ფორმის მხრივაც, დამუშავების მხრივაც, ხარისხი უმაღლესი კლასია, რა თქმა უნდა, ვისაც ძველი სკოლა უყვარს და ურჩევდი აუცილებლად ჰარკინს, ჯეფ ჰარკინს, რომელიც არის ორმაგი მოქმედებები, იტალიური სტილი, ავტომატური დანები, იტალიური სტილი და ასე შემდეგ, ძალიან მაღალი კლასის, ვისაც და ასევე აი დავამატებდი რადოსი არის ესეთი, რომელმაც რადოსის ფოლადებს იყენებდა, თვითონაც აკეთებს დანებს რა, ჯერი რადოსი, თვითონაც აკეთებს თურქიშ ტვისტ გაგიგია ეგეთი დამასკი, აი რადოსის გაკეთებული არის, როგორც თქვათ ბერტი რეტუალდის არის ეს დრაგონსკინი, ესეა რადოსის თურქიშ ტვისტი და ძალიან ხშირად იყენებდა ჰარკინსი დღეს დანებს აღარ არის და მისი და რადოსის ერთობლივ, აი მისი ფოლადი და ჰარკინსის დანა არის გრალი კოლექციაში ყველასთვის. მეკითხებოდი ოსტატებს, თქვი ბესტი, თქვი ჰარკინსი, ჩამოთვალეთ დალიბორ ბერგამი, რა ვიცი, ბევრნი ნამდვილად რომლებიც აი რომ გამოგჩეს ცოტა ის იქნება ისეთი ოსტატები არიან და ხო და თან რომ არ ვიცი, არ აღნიშნო ტიპის წვლილი, რომელსაც აი ეგეც არ გვინდა, თან ვიღაცა გამოგჩეს არ გვინდა, მოდი, ამიტომ ჩამჭას შეხვედრებს არ ვიყავ. ახლა წვილზე ვსაუბრობთ, მოდი, აგერ დღეს ბევრი გქონდა ამ ადამიანის დანები და გავაგრძელოთ, ვაჩვენებ. ბატონო, გავაგრძელოთ. და მისი წვლილი რომ უზომოა, ანუ ამ იმაში ყველათ ახდენთ რა. კი, ასია ნამდვილად. ეს არის მარსიოლის სოკომ ელიტი, საავტორო ნამუშევარია, მთლიანად კარბონისგან არის ტარი, ტიტანის ჩანართი ბექსპეისერზე, ტიტანის ლურჯი ფურნიტურა, აი ამ ფინიშს რაც აქ არის, ქვია Diamond Wash-ი, არის Stone Wash-ი გაკეთებული Mirror Polish-ის შემდეგ უკვე, multi-grind-ი გვაქვს, ამ კონკრეტულ grind-ს როგორც მოდი ცოტა ნელა, ანუ Diamond Wash-ი არის, ესე იგი, როდესაც უკვე არის გადაპრიალებული დანა, მერე აი ეს დაპრიალებული ანუ იდება მოწყობილობაში, სადაც კვებთან ერთად ტრიალებს და ვიღებთ აი ამ საოცარ ეფექტს რა. კი, და რაც ასევე არის ძალიან პრაქტიკული. ნამდვილად უკვე აღარ გვეკაწრება ისე და ის თუ რაღაცა ისიც არ ემჩნევა. ისე ძალიან პრაქტიკულს იმ ეფექტს არ კარგავ, რაც mirror-ს აქვს და პლუს პრაქტიკულობას წინს რა. ეს კარბონის არ არის რაღაც ისე თქვი შენ, მე კარბონია, ეს საოცარი კარბონია, არ მინახე ეგეთი ფერი. და ფენა არის აღებული, აი აქ ჩანს კარგად ეს ფენები და ეს ლურჯი ტონები ჩაყოლებული,
ცოტა შუქზე აი ისეთ ეფექტს გვაძლევს, თამაშობს, სხვადასხვანაირ იმას იღებს, ანარეკლს, ასე ვთქვათ და ძალიან ეფექტურიდანა, არ ვიცი, ვიდეოში და სურათებში ეს რამდენად ჩანს, მაგრამ გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოფენებზე საქართველოში, უცხოეთში, სხვადასხვა მაღალი, ანუ high-end დანებთან შეხება მქონია და ბევრ მარფიონის დანასთან შეხება მქონია, კონკრეტულად აი ამ მოდიფიკაციამ სოკომის, სხვა სოკომიც მქონია მარფიონის შეხება რამოდენიმე, ასევე ელიტთან კონკრეტულად და ბრავოსთან თუ სხვა ტიპის მოდიფიკაციასთან, მაგრამ ამ დანამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორც ვიზუალურად ხარისხზე, ნუ რა თქმა უნდა, ასევე მექანიკამ ძალიან ისეთი სასიამოვნო დანა ყველა მხრივ კარბონის და ფოლადი ახლა რო შეხედავ შეიძლება ადამიანს გეგონოს რომ სიმძიმე არ არის გათვალისწინებული დანაში და აქ ნამდვილად ამას ვერ იტყვი ცენტრი კი აქვს კარგად დაჭერილი რაც ანუ ხელში უკვე ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც თანაბრად არის წონა გათვალისწინებული. შენ კი თქვი რომ არ ვართო ჩამჭერელ კითხვებსო, მაგრამ აი ხა რო არ თქვა არ შეიძლება რა. ანუ ძალიან დიდი სიხარულით ნიუსი გავაზიარეთ ჩვენ წინა გადაცემაში, რომ ბატონი ტონე მარფიონე ჩამოდის საქართველოში, თქვით და აღნიშნეთ, რომ ანუ ჩვენ უშუალოდ ამ ამბავთან ესე პირდაპირ შეხება არ გვაქვს. როგორც ვიცი, არც შენ არ გაქვს პირდაპირი შეხება, მაგრამ გავიგე რომ ეს ამბავი ამ კონკრეტულად ამ თარიღში არ მოხდება, ხო? დიახ. შენს მსგავსი ინფორმაცია. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, რაც იმედი მაქვს, რომ ეს შედგება ჩანაფიქრი და ტოლი საქართველოს ჩამოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს. მსგავსი გიგანტის ჩამოყვანა და საქართველოში სფეროსთვის და გაადვილებს იმას, რომ შემდეგში ზოგადად ჩვენ მოლაპარაკება იქნება საწარმოებელი ოსტატთან, რომელიც თქვა გამოფენაზე უნდა ჩამოვიდეს. რო ეტყვი რო. ასე ხო, ეს გზის გაკვალვა არის და ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან კარგი იქნება. მე როგორც ვიცი, დროებით გადაიდო ეს ღონისძიება და მოლაპარაკება არის რაღაც შემდეგ თარიღზე. კი ბატონო. გამოჩნდება დანარჩენი უკვე ეს ინფორმაცია ორგანიზატორებისგან ალბათ გავიგებთ უფრო მეტს. კი ბატონო. მოყვარულებს ვეტყვი, რომ ნუ თლადისი არ დაგხვდო, მიხეილ არ მithქვამს. ხო. ძალიან დიდი მოთხოვნა არის, თუმცა ნუ მაინც ხალო დაგვითმო გამოფენისთვის და ასევე MSI. დანები გამოგიგზავნა, დანები ძალიან სასიხარულო გამოფენაზე, ნუ ყველანაირი ლოგიკით თუ საბგაჟოზე არ გააჩერეს და არ გაპრობლემ და გამოფენაზე ძალიან მაგარი ამბავია. პრეზენტაცია MSI მოდელები და ცხელი ჰალო და ჰალოც იქნება. ძალიან დიდი მადლობა. მოდელი ჰალოსი, რომელიც წელს ეხა რამოდენიმე დღის წინ და საქართველოში უნდა ყოფილიყო ამ დანის საერთაშორისო პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო საქართველოში, ამერიკაში მათ გახსნეს პირველი შოურუმი და იქ გააკეთეს პატარა მიღება და საერთაშორისო პრეზენტაცია აქ იგეგმებოდა და ეს დანა იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი საგამოფენო. ეთილი და ბადიოსანი. მოკლედ ისევ ამ სოკომს რო დაუბრუნეთ, აი ხო აქამდე არ მეკითხავს. ეხლა მაინტერესებს ამის საორიენტაციო ფასი რა. ამდანი საორიენტაციო ფასი არის ჩვენთან არ ვკითხულობ თქვათ იქ. აი ჩვენთან. მოდი ესე შეერთად შევაფასოთ რა, იმიტომ რომ როდესაც გამოდიოდა, ეხლიდან აღარ გამოდის წარმოებაში აღარ არის, სულ ანუ 20 წალი ან შეიძლება ვწდებოდე და 30, მაგრამ მე როგორც ვიცი 25 არის გაკეთებული. 25-ია ეს კონკრეტულად გაკეთებული, შეიძლება 5-ით მეტი იყოს, მაგრამ ნუ აი ამ ფარგლებშია. გამოვიდა 21 წელს, წარმოება შეწყვეტილია და როცა გამოდიოდა ღირდა $2000. კი ბატონო, შესაბამისად უკვე აი ფასი ეხა რა არის თქვათ. ხო, ნუ მე რაც ვიფიქრე, ალბათ პლუსმის მე ვფიქრობ ალბათ 10000 ფარგლებში საქართველოში. ხო, ცოტა მეტი ალბათ. ცოტა მეტი. ცოტა მეტი. ანუ ეხა რაღაც შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს ეს ხო ალბათ მაყურებლისთვის და რა ვიცი მე მგონი რომ კოლექციონერისთვის გასაგებია ეს რაც არის, როდესაც მსგავსი ტიპის საავტორო დანა, მსგავსი ოსტატის შესრულებით, რომელიც წარმოებაში აღარ არის და არის იდეალურად საკოლექციო მდგომარეობაში, არის old new stock, რასაც ეძახიან, ეგრეთ წოდებული, ანუ სრულად უხმარი დანა. იმ შემთხვევაში მისი ფასი იმატებს ორმაგი ხდება ხოლმე, კი ბატონო, კი ბატონო. გასაგებია. გვაქვს კიდე აი რაღაცა ერთი ძველი მარფიონი, ასე ვთქვათ, რომელიც არის გარდამტეხი და ეს დანა, ასე ვთქვათ,
ძალიან მნიშვნელოვანი დანათ მიმაჩნია თვითონ ტონის კარიერაში, იმიტომ რომ ეს არის ინტეგრალი ანაქსი, რომელიც 2014 წელს გააკეთა. ანუ შეიძლება რაღაცა მეშლებოდეს და შემისწორე. ინტეგრალებში კუკი არის, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი და მისი საავტორო დანების ფასი იწყება $6,000-დან სადღაც და არის $15,000-20,000-მდე გააჩნია მოდიფიკაციას, გააჩნია რამდენად იშვიათია ის კონკრეტული ყველა დანის ფორმა ერთია, ჩანართები დამუშავება არის განსხვავებული და ფასები უკვე აქ აი ამ მარტივი დეტალებით წყდება ეს ფასის გაძვირება და ძალიან რთულია ფასის, ანუ დაჟე რო ამის გადახდის საშუალება რო გქონდეს, ძალიან რთულია რომ ეს დანა იშოვო. ნამდვილად. ფიზიკურად ძალიან იშვიათია, ძალიან ცოტაა და ვისაც აქვს ცდილობს რომ არ გაყიდოს თუ რაღაცა უკიდურესი სიტუაცია არ აქვს. ეს არის მარფიონის ანაქსი ინტეგრალი, ერთი მთლიანი ტიტანისგან არის. 2014 წელს გამოვიდა და ეს 2014 წლის არის, ანუ ამ წელს გააკეთა ეს მოდელი. და რა ვიცი, მაშინ Blade Show-ზე მოახდინა ფურორი, ესეთი საინტერესო ჩანის თუ თან აქ მოგწევთ. უნდა მქონდეს წესით კასტომებსაც აქვს. ხო, ესეთი სამშვენისია, ესეთი განსხვავებული ტიპის სამშვენისია სრულად. მაიკროტეკის ანაქსი უკვე არის ზომით ამაზე დიდი მეგობრებო, ეს მარფიონესი არის მეგონი შეიძლება ტოლია, არა? ის ოდნავ დიდია. ოდნავ დიდია? კი, არა, ნამდვილად ოდნავ დიდია. შეიძლება, არ ვიცოდი ნამდვილად. ეს არის ესეთი ტროსისგან დამზადებული ტიტანის თავით, რაღაც პრაქტიკული დანიშნულება ამის უფრო ის არის, რომ აი როგორც სტანდარტულად ყველა სამშვენის ხელის გაგრძელება იყოს, ასე ვთქვათ, ამოღებისთვის, სხვა მხრივ რაღაც ეს წვეტი არ არის, რომ წვეტი ან რაღაც აგრესიული დანიშნულება ამას არ აქვს, ეს ჩვეულებრივი სამშვენისია, მაგრამ ძალიან ისეთ განსხვავებულ ვიზუალს გვაძლევს რაღაცა რომელიც ხშირად არ გვხვდება რა ამ დიდრებს ამ სადა დანას ეს რაღაცა ამ ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს გემოვნების ამბავია აქ გვაქვს ლოგო აქ გვაქვს 3D milled კლიპსა რომელსაც უყენია ბურთულა ეს ბურთულა მოიგონა აი ეს ტიპი სამაგრის მოიგონა ტოდ ბეგმა მაგაზე მთელი ამბავია კი ბატონო ხო მე მოვიგონე იმან მოიგონა მაგრამ ნუ მაგრამ ტოდ ბეგია ნუ ხო ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ამის კეთება დაიწყო და მეც ეგრე აღიარებ საინტერესო ის არის ჯიბეზე ძალიან კარგად გადადის მაგ მხრივ არ არის აგრესიული მაგრამ იჭერს თან საკმაოდ ყარად და საინტერესო შენ რა ინფორმაცია გაქვს რომ მარფიონემ ეს მოდელი თავის სახელოსნოში დაამზადა? ეს მოდელი მარფიონემ თავის სახელოსნოში დაამზადა თუ არა? ნამდვილად არ მაქვს ეგ ინფორმაცია რომ დაზუსტებით რომ სხვაგან იყოს დამზადებული. თუ რამე იცით? არა, მე ერთი რამე ვიცი რომ ანუ მე ვერ მოვიძიე ვერსად დამადასტურებელი რომ კი თვითონ დაამზადა, თვითონ კი არა უბრალოდ ანუ კორპუსი რო ანუ მარფიონემ თავის სახელოსნოში დაამზადა, ჯარსად არ წერი, არც არ წერია რომ სხვაგან არის გაკეთებული. მესმის. ხო და მაგითო გეკითხები შენ ხო არ იცი მეთქი რა? არა, მე როგორც ვიცი თავის სახელოსნოში უნდა იყოს დამზადებული. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მგონია რომ მინიმუმ კოლექციონერებისგან და სხვა საკმაოდ ისეთ კოლექციონერებთან შეხება, რომლებმაც აი ძალიან დეტალურად იციან, კონკრეტულად მაიკროტეკის ან მარფიონის ხარს აგროვებენ და ანუ ესეთი სია არსებობს, ქვია ველმეტის სია რა. ეს არის გამორჩეული მაიკროტეკის და მარფიონის მოდელები, რომელიც ამ სიაშია მოხვედრილი და ამ სიის მიხედვით არის ყველა დანის ისტორია, დამზადებული სად არის, როგორ არის, ვისი ფოლადი იყო, ვინ იყო ჩართული გაკეთებაში და ეს ინფორმაცია ასე თუ ისე ხელმისაწვდომია და შესაბამისად არიან კოლექციონერები, რომლებმაც აი დეტალურად იციან რა როგორ ხდებოდა რაღაც პერიოდებში რა და ასე მგონია მესოდინებოდა არ არის ღრმა ინტეგრალი ანუ ძალიან ბევრი დღეს აკეთებს რომ აი აქამდე არის ჩაჭრილი და მოკლედ საოცარი მოდელია რა ფორმაც აი ეს კონკრეტული როდესაც ინტეგრალზე აქ ცოტა ცვლილება გვაქვს და ამოზნექილი არის რომ ხელში კომფორტულად იყოს ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და საკმაოდ საინტერესო ფოლდერია და სახელიც ძალიან მაგარი შეურჩია მე ადრეც მაქვს ნათქვამი ანაქსი არის წოდება და ძველ საბერძნეთში ანუ მეფეებს
როგორც ყველა მეფეს არა, ორი მეფე იყო, სულ რომელსაც ჰქონდა. მებრძოლ მეფებს. კი ბატონო, კი, ანუ უშუალოდ რომლებიც მეთაურობდნენ თავის ასე ვთქვათ ლაშქარს. ძალიან მაგარი რაღაცა არის. გმადლობთ ამ მოდელისთვის. მე არ მქონდა ეს მოდელი, უნდა ვაღიარო ესე ლაივში ნანახი. ძალიან საინტერესოა ამ მოდელს აქ ასევე ტანტოპირით, რომელსაც აი მსგავსი star grind-ია გაკეთებული, აი ამ ტიპის grind-ით, კი და არის ულამაზესი. ვაუ, საინტერესო. ანაქსი ტანტო არის ძალიან, მაგრამ ნუ drop point-ს ვერ წარმოვიდგენია რაღაც ანაქსი ტანტოც. მესმის, მაგრამ საკმაოდ ეფექტური და საინტერესო მოდელია და გირჩევთ მე მონახოთ ინტერნეტში, ნახოთ ძალიან კაი. სვირფასო გამომტერება, აქ ერთ რამეს კიდე ხაზე მინდა გავუსვა, ანუ ეს დანები არ არის ბექას უშუალოდ კოლექცია, ეს არის დღეისთვის შერჩეული, ასე ვთქვათ, მისი კოლექციიდან ნაწილი და ბექა შეგვპირდა, რომ ცალკე გადაცემას ჩავწერთ, სადაც მის კოლექციაზე ვისაუბრებთ. ეს ჩანართივით, ასე ვთქვათ, და მოდი გადავიდეთ იმ დანაზე, რომელიც ასევე ამ თემატიკაში ჯდება, რახან ამ ოსტატზე და ამ კომპანიაზე ამდენი ვისაუბრეთ და რთულია გვერდიაუარო, როცა ამდენი რაღაცაა გაკეთებული. ორმაგი მოქმედების კოლაბორაცია Microtech-ის, რომელიც 2000 წელს დაიწყო, ეს კონკრეტული 2002 წელს არის გამოსული. მასალა პრემიალური, ყველა მხრივ, კარბონი, ტიტანი, ეს ბოლსტერი ტიტანი, ლაინერები ტიტანი, წონისთვის გადანაწილებული რო ყოფილიყო ყველაფერი სწორედ აქ ჯიათია გამოყენებული, რაც ასევე საკმაოდ ეფექტური არის ამ მხრივ ფერების მხრივაც და ნუ ამ დანას 2002 წელს აკეთებდა კომპანია, რომელიც, რა ვიცი, აი მართლა დიდი წვლილი მიუძღვით რა. ხოლმე მონახე. ეს არის ეს 2002 წელი, ჩემო კარგებო. 2002 წელი. 2002 წელი ну ფურნიტურაც და მთავარი აქ რა არის, ეს არის ორი ოსტატის კოლაბორაცია, LCC ქვია მოდელს. ეს არის Lightfoot Combat Folder, ესე იშიფრება. LCC, Greg Lightfoot-ის და Tony Marfionis ერთობლივი, არც გამოდიოდა Marfionis ხაზითაც, გამოდიოდა Signature და გამოდიოდა Microtech. ეს არის ორმაგი მოქმედება, დამალული ავტომატური გამხსნელი ბოლსტერიდან, აი ესე. წარმოიდგინეთ, რა 2002 წელს რა მაგარია, რა გინდა, ანუ ესეთი ავტომატური გახსნა და გინდა მანუალური გახსნა, რა. ასე თქვიო. როგორ შეაფასებდი 2002 წელს ესეთ დღემდე ჩემი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი მოდელია. მე პირადად სხვა მხრიდან დამანახე, მარფიონე დღეს ბექა რო იცოდე, შენ დამსახურება არის, რომ სხვანაირად დამანახე. ის ხო ეს ვიტყვი ისევ კრიტიკულად, რომ ის სხვა მარფიონი არის და დღეს სხვა მარფიონი არის და ნუ უდიდესი პატივისცემა ჩემი მას. თუმცა ის ყველაფერიც გასაგებია, ახლა რაც ხდება, აბსოლუტურად მისაღები არის ეგეც. უკვე აქედან ის რაც დღეს არის, სრულიად ნათელი არის, ანუ აღარ არის კითხვის ნიშნები, გასაგებია რა რატომაც და მისაღებიც არის. მისაღებიც არის, გასაგებიც არის, ყოველ დავამატებ რომ ცოტა გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტი ნამდვილად არის და იმედი მაქვს, აბსოლუტურად გასაგები არის. მე კიდე მგონია რომ მიუხედავად იმისა, რომ გამომტერებმა იციან რომ მე არ ვარ მარფიონეს რაღაც ფანებში მოწინავე ადგილას, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეს ადამიანი იტყვის კიდე ნოვატორული კუთხით თავის სიტყვას, აი ბოლო გასროლა ადრე ბავშვობაში მახსოვს, მასკვიჩზე იყო ხოლმე ესე, რომ მატორი სანამ დაასტუკებსო, მაგრად იდგავსო. და ესეთი გამონათქვამი იყო და მგონია რომ მარფიონეც რაღაცეებს ისეც გააკეთებს, შეიძლება ძველი ჩანაწერები კონდეს და ჩვენს უარ ვიცოდეთ, მაგრამ მაგარ რაღაცეებს გააკეთებს ეჭვი არ მეყარება რა. სურო ადგეს და ის მოდელები დააბრუნოს წარმოებაში, რაც დღეს აღარაა. თანამედროვე მასალებით და ასე შემდეგ. წინ იყო ტონი 20 და 25 წლის უკარო, ანუ აღარ ჭირდება ბევრი არაფრის მოგონება, შეუძლია დაუბრუნდეს უბრალოდ თავის საქაღალდებს, ამოიღოს მოდელი დადოს და მისი წარმოება გააგრძელოს მასალებით, თანამედროვე ფინიშებით და უკვე გვექნება რაღაცა განსაკუთრებული დანა მოყვარულებს, რა ვიცი. მოდი, ეს არის ასევე ხაზგაუსნო Lightfoot-ის ლოგო, საცნობად იცოდეთ და მონახეთ ზოგადად Greg Lightfoot-ის დანები, საკმაოდ საინტერესო დანებია, ძალიან მაღალი ხარისხის, ფასებიც ასე თუ ისე საავტორო დანებისთვის მისაღებია და რა ვიცი, მე მგონი საინტერესო ოსტატია, ძალიან კანადელი, სხვათა შორის. ძალიან დიდი როლი ითამაშა თავის ეპოქაში ამ ადამიანმაც, რა ვიცი.
ნამდვილად. არ შეიძლება ამის არ აღნიშნა. და დღეს ბეკამ ერთი ესეთი დანა მოიტანა, რომელიც ბოლოსთვის შემოვიტოვეთ. ახლა რა ხდება რა, ანუ თავიდანვე ვისაუბრეთ, რომ ანუ დანები არის საკოლექციო, საავტორო, ისეთი, ანუ ბევრნაირი რა და აი ამ შემთხვევაში William Henry Studios ბრენდი მას ისედაც აქვს ძალიან ისეთი გაპრანჭული მიმართულება. ეს მიმართულება არის ასე ვთქვათ, William Henry-ის დატვირთვა, ანუ აქსესუარებს აკეთებენ ძვირფასი ლითონებისგან, ოქრო, თვლები, ასე შემდეგ და პლუს დანებს აკეთებენ აი ესეთ გაპრანჭულ ნამდვილად. ეს რაღაც ყველას გემოვნება შევა არ ჯდებოდეს, ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, ყველა დანა ესე არის, ეს კონკრეტული სეგმენტისთვის მზადდება ეს დანა, ვისაც ეს სტილისტიკა მოწონს. ეს ერთი ცალია გამოშვებული. ეს დანა არის 1-დან 1, ანუ ესეთი მეორე ზუსტად არ არის და ეს ამ დანაზე აქ წერია 2013 წელი 1 of 1. და ის მანახე მე რა რო გახსნე, აი ეს საბუთი მაინტერესებს. კი ბატონო. ესეთი ხის საპრეზენტაციო ყუთია და ეს თავისი კლასიკური ტყავის კი ბატონო დასადები და ეს ერთი ბეწოდანა ვერცხლისგან დამზადებული ბუსინა ერთი ბეწოდანა და ეს არის ფოსილ ქართულად როგორ არის ახლა უნდა მითხრა ეს არის არც მე არ ვიცი ფოსილ როგორ არის ქართულად მოდი ნახოთ და დავწერთ რომ ისეთი სიტყვა არის ეს არის 110.000 წლის რაღაც ისეჭრეს ალბათ ხო ხო ნუ ეს არის მოდი აი წავიკითხოთ ზუსტად რა არის მასალაც წავიკითხოთ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ზოგადად საინტერესო მასალებს იყენებს როგორც დანის ისე ტარის გაფორმებისას არის სრულად დამასკური ფოლადისგან ტარი დამზადებული გვაქვს ჩანართები სადაც თვლებია ჩასმული ოქრო და შემდეგ არის უკვე გაკეთებული თქვათ აი ზუსტად რო ვთქვათ ჩადნიკოლასის დამასკო არის ტარზე 67 როკველი არის ZDP 189 დაფერვით ტანგსტენ რაც ვოლფრამის DLC და სამი ფენა კი ბატონო და 110.000 წლის წინანდელი ფოსილ არის აი მონახავს ხა მიშა და ვიტყვით რა არის მაგას ვეძებ ხა ისინიც ალბათ ბრილიანტებია ეხა ვეგეტყვი რა არის ყველაფერს აი ესე ეს კონკრეტული ქვა აქ რაც არის გაქვავებული ის არის რა ქვია ხო ნუ აი რაღაცა არის გაქვავებული და რა არის მოდი ეს კარგად ვთქვათ რა ეს არის გაქვავებული ლოკოკინას მსგავსი ტიპის აი ხო მოლუსკი მოკლედ ლოკოკინის მსგავსი ნიჟარები არის მოკლედ ნაერთი რა ამათი გაქვავებული ცოცხალი აი როგორც ვთქვათ რაღაც აი ქარვაში რო კი ქანებშია რა ჩარჩენილი და შემდეგ აი ქვას რო ხსნიან მოკლედ როდესაც ოკეანის ფსკერი თუ ანუ აიწია მაღლა თუ დაიწია პირიქით მაღლა ანუ დღეს არის შემორჩენილი ეს მთებზე ანუ და ანუ ეს ზუსტად ეგ არის რა კი ბატონო და ეს არის ფლორიდის ერთ-ერთ მაღაროში აღმოჩენილი ჩატარებული აქვს ექსპერტიზა, წლოვანება დადგენილია და არის 110.000. ნიჟარა არის მოკლედ ჩვეულებრივი ანუ ჩასმული გაქვავებული ხერხემლიანი ხო, კი ბატონო. ქვები გვაქვს ჩვენ ამეთვისტო 750 პრობის ოქრო კბილის ბაჯაყოს რო ვეძახით. ხო, აი აქ გარშემო არის ეგ ოქრო, რაშიც არის ჩასმული ეს ქვები. ეს არის მთლიანად დამასკური ფოლადი და ვერცხლის სამშვენისი. აი ესეთი რაღაცნაირი მდიდრული კი არა, ნამდვილად. ნუ ამას უნდა განსხვავებული ტიპის ძალიან ესეთი კომპაქტური საინტერესო დანა, რომელსაც ფოლადის სიმკვრივე აქვს 67 ხო, ნუ აი ამით რა ვიცი რა, იდეაში შეიძლება რომ ადამიანმა რა უნდა გაჭრა რა, არ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ უარს არ ვიტყოდი. გამილესავს რამდენიმე? ხო? კი. და როგორ ილესება? ZDP-ზე არ იყო, სხვა ფოლადებზე იყო. ისე William Henry-ზე რომ ამუშავებს ხალხი William Henry-ზე. ხო, კი. ისე რაზე ამუშავებენ? ხო არ იცი რა შეიძლება. და ყოველდღიურობაში ტიპებში რო გაქვს რაღაცა. არა, ხო, აშტს გავწკნი რაღაცას უშველია. შეიძლება რაღაცა ამანათი გახსნა პატარა ფანქარი გათალო შეიძლება. ძალიან საინტერესოა რა და ეს ინფორმაცია ხა რო არ გქონდეს ადამიანს და ისე რო სადმე იტოს ეს დანა რა. შეიძლება მართლა არ მიაქციოს კაცმა ყურადღება. და მე წარმომიდგენია ერთი 100 წლის მერე
ჩვენი შვილთა შვილები აი მომავლის მშრალ ხიდებზე ანუ ვილიამ ჰენრის ტიპის დანებს რო გააძროვენ და რო არ ეწოდინებათ რა სიტყვა მარჯანია კი ბატონო რომელმაც ფოსილიზაცია ანუ გაქვავებული მარჯანია კი ბატონო გასაგებია მოკლედ აი ესეთი საინტერესო დანებით წარსდგა დღეს ბექა და რა ვიცი დრო რამდენი გვაქვს უკან თუ გვაქვს 5 წუთი შეგვიძლია მაშინ რა ვიცი კაის ნახოთ ის დანა ასევე ამის ვილიამ ჰერის თუ გინდა სხვა რამე ვიბლო აი ის ნახოთ აი ეს შავი რომელია ორივე წამოიღე ეგ უცებ გავხსნათ ორივე კი ბატონო სანამ გახსნით ეს მე ვიტყვი შემაჯამებელ სიტყვას ასე ვთქვათ წერან კი მისაყვებულად შესვენებაზე რომ ჩაერთეო სიმართლე გითხრათ არ მქონდა მე განზრახვა რომ მაყურებლის როლი მომერგო დღეს მაგრამ ეგრე გადაუწყვიტე და ბოდის მოგიხდით თქვენს და ბოდის მოუხდი მაყურებელსაც მაგრამ ნუ თავისუფლება მივეცი მე ამ გადაცემაში რომ სიამოვნება მიმეღო და მე დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელი ისეთ სიამოვნებას ვერ მიიღებ და განა იმიტომ რომ თქვა თანამაძე მეტი ვიცი არ მაძე მეტი უბრალოდ მე აქ ვიჯექი და უბრალოდ გადაუწყვიტე რომ მე აქედან მეყურებინა მე ეს ყველაფერი რა და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის მიდი ეს არის ასევე ვილიამ ჰერის დანა ასევე ლამინირებული დამასკური ZDP mirror დასრულებით აქ გვაქვს ჩანართი სადაფი აქ ტიტანი არის ხელით დამუშავებული აქაც სადაფის ჩანართებია ვერცხლის ბიდი ეგრეთ წოდებული სამშვენისი ყავის ესეთი ეს არის სირაქლემას ტყავის ჩასადები ყველაფერი ისე რა დორაგა ბაგატა რა აი ზუსტად ეს ამ ვილიამ ჰერის სტილის ეს ოღონდ მოდი ვთქვათ რომ ეს ოსტატები ვინც ამ ბრენდს ქმნის ერთი იყო benchmade-ში ხო შენგან გავიგე არ ვიცოდი კი ბატონო მეორეც ეგეთივე დიდ კომპანიიდან არის ზუსტად არ მახსოვს მოვიძიოთ შეგვიძლია მაგის ინფორმაცია ეს შედარებით აი ეს მომწონს მეპი ხო აი ეს არის ყველაზე ესეთი რაღაც სადა ამ ტიპის იდისით რომ იდეალურად იქნება კარბონი, ტიტანი, კარგი ფოლადი, ეგ არის და ეგ აქვს სულ რაღაც ზედმეტი ისინი. ნუ არა, როგორ? ოქრო. ნუ მოოქროვილი ალბათ? შეიძლება იყოს ოქრო. თუ ალბათ მოოქროვილი ან ოქრო. რა შიგნით არ გვაქვს? ნახოთ, აბა როგორ არის? frame titanium handle 24 კარატი gold რა ძინძახი ბიჭო ის არის კობალტ კვათი და 750 ესეც კბილის ბაჯაღო ეს ის არის ეს კბილის არ არის ეს ბაჯაღო 24 18 არის კბილის ბაჯაღო და ეს ტრიზივე ატკი შეხედე სამკაულებს ანუ ლომბარდშიც კი წავა ხო აგით რო გაიჩიტო რომ ერთი ეს შემიპასეთ რა მაგარი გადაობა მოკლედ არ ვიცი ვილიამ ჰენრიც გავიცანით მეგობრებო და ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ გადაცემა დასასრულისკენ მიდის. მოდი გიორგი რაღაცა შემაჯამებელი უნდა თქვა ეხა. შემაჯამებელი რაღაცა ისენი ყველაფერი შემაჯამებელი ჩემი სიტყვა არის ის რომ იშვიათად გამონაკლისი გადაცემა გამოვიდა ის იყო რომ სუფთა მედანეების გადაცემა გამოვიდა ჩემი აზრით და მე ბოდის მოვიხდი კიდევ ერთხელ ესე გადავწყვი რომ მე უბრალოდ დღეს მესიამოვნა აი თქვენი გადაცემით. ნამდვილად დაიფრქვა აქ სიყვარული დანების და ეს არის მეგობრებო, ანუ დანები არის ემოციები. არა აქვს დანები ესენი უბრალოდ ნივთები არ არის და მე შეიძლება ვაკეთებ ხოლმე ანალოგიას ხელოვნებასთან. როცა მუსიკას უსმენს ადამიანი და სიამოვნებას იღებს, როცა ნახატს უყურებს, ის ხარისხებზეც რო ვისაუბრეთ, შინურებს და ასე შემდეგ, იქ ხარისხი შეიძლება შინურს მეტი ქონდეს, მაგრამ ხელით დახატული ნახატი სხვა ემოცია არის ვიდრე იქ დაპრინტული. იგივე არის ეს და ჩვენ დანები გვიყვარს და დღეს ზუსტად ესეა და ესეთი მედანეები შევიკრიბეთ აქ და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს და მაყურებელსაც. მადლობა შენ გიორგი, ყველაფრისთვის, მადლობა მიშას, მადლობა ბიჭებო ყველას, რომ დღეს ესეთი რაღაც საინტერესო დღე გამოგვივიდა და რა ვიცი, იმედია საინტერესო გადაცემა გამოვა. რა ვიცი, მეც ვიტყვი მაშინ ორ სიტყვას. ხო, არ გამოგხდეს ხვალ 25 ოქტომბერს ვეროდები გამოფენაზე. აუცილებლად, როგორც გამოწერა არხის არ უნდა გამოგჭეთ, ისე ის არ უნდა გამოგჭეთ, რომ ხვალ მოხვიდეთ. გამოფენაზე ჩემი მხრიდანაც მინდა ვთქვა, ზუსტად ორი სიტყვა, რომ ყოველ პარასკევს ანუ იდება თქვენთვის სხვადასხვა შინაარსის გადაცემები ჩვენ არხზე. მაგრამ ყველა არ არის ერთი და იგივე ემოციით დატვირთული. ამას ალბათ თქვენს გრძნობთ და ჩვენს ვაღიარებთ. დღეს ან მეც
ძალიან სხვანაირი ემოცია მაქვს ამისთვის. ბექა, მადლობა პირველ რიგში შენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა მივალთ იმ ზომაზე, რომ აი ამ ტიპის გადაცემები იქნება უფრო პოპულარულიც, თქვენგანაც მეტი ინტერაქცია იქნება და ავიცი. კიდევ და კიდევ ერთხელ მადლობა ბექა, რომ მომეცი საშუალება, რომ ესე გვესაუბრა დღეს რა და ბატონ გიორგის ცალკე მოუხდი კიდე მადლობას, რომ მომწა საშუალება, რომ ბევრი კითხვა მე დამესვა დღეს. მადლობა გიო. მადლობა თქვენ, მადლობა ბექა ძალიან დიდი და მადლობა თქვენ. მომავალ ვიდეოებამდე, აბა, ძვირფასება.